კარგი. დღეს ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, კლასებზე, კლასების შექმნაზე, მე ამ კლასებიდან ობიექტების შექმნაზე და ასე შემდეგ. ეს თემა, რაზეც გადავდივართ, ამის სახელი არის Object Oriented Programming. ხო, ჩვენ აქამდე ვნახეთ პროცედურული სტილი, ხო, მე ვნახეთ ფუნქციონალურ სტილში როგორ შეიძლება დაგვეწერა კოდი და დღეს ვნახავთ აი ამას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას. ესეც არის კოდის წერის ერთ-ერთი სტილი. თქვენ შეგიძლიათ პრინციპში ნებისმიერ სტილში წეროთ, მაგრამ აი მოდი ვნახოთ დღეს როგორ შეიძლება ეს იყოს რამენერად უფრო, ანუ როგორც ეს ითვლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში object oriented programming-ი, ანუ აი ამ სტილში კოდის წერა არის უკეთესი გზა კოდის ორგანიზების. აი ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვნახავთ. კარგი. მოდი ხა დავწეროთ ჩვენი პირველი კლასი. იმისთვის რომ შევქმნათ კლასი, ჯერ და მე მაგისგან ობიექტები. უნდა გამოვიყენოთ ესეთი სიტყვა, მოდიოდ რომ გავადიდებ, class keyword-ი. აი როგორც ფუნქციების შემთხვევაში ჩვენ გვქონდა def-ი, კლასების შემთხვევაში გვაქვს class keyword-ი და შემდეგ უნდა მივუთითოთ კლასის სახელი. მოდი მაგალითად შევქმნათ მანქანის კლასი. დააკვირდით, რომ აი კლასის სახელი დიდი ასოთი უნდა დაიწყოთ და თუ მაგალითად თქვენ შექმნით, თუ სახელში გექნებათ ორი სიტყვა, აი დავუშვათ German car, რაღაც ესეთი კლასი, მაშინ პირველი სიტყვას და მეორე სიტყვას დაწერეთ დიდი ასოთი. კლასების შემთხვევაში აი ესე ვაკეთებთ. კარგი, მოდი შევქმნათ მანქანის კლასი და ჯერჯერობით ამ მანქანის კლასს არ ექნება არაფერი, არანაირი ატრიბუტი, არანაირი მეთოდი. აი, უბრალოდ აი ესეთი, ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი კლასი, რაც კი საერთოდ შეიძლება რომ შექმნათ. კარგი, მოდი ახლა დავწუნდეთ, რომ ეს მართლა კლასი არის. მოდი შევქმნათ ამ კლასისგან ახლა ჩვენ ობიექტები. შეიძლება ცოტა უცნაურია ახლა ამ წუთას, იმიტომ რომ ეს კლასი მართლა არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია უკვე რომ შევქმნათ მისგან ობიექტები. მაგალითად, car პირველი და მე გავაკეთოთ car 2 და ასე შემდეგ. ახლა ნახეთ როგორ უნდა შექმნათ კლასი, როგორ უნდა შექმნათ ობიექტი. თქვენ უბრალოდ უნდა დაწეროთ თქვენი კლასის სახელი და ეს ორი ფრჩხილი. ნუ ფრჩხილები ვიცით, ჩვენ ახლა ამ წუთას არაფრის დაზუსტება არ გვჭირდება ამ კლასისთვის, იმიტომ რომ არც არაფერს არ ითხოვს ეს კლასი, მაგრამ მე გახდება რაღაცების დაზუსტება საჭირო და მაგას ფრჩხილებში დავაზუსტებთ ხოლმე, მაგ არგუმენტებს. აი როგორც ფუნქციების შემთხვევაში ხდებოდა, ხანდახან არაფერი ქონდა დასაზუსტებელი, ხანდახან გვაქვს, რომ აი ეგ ამბავი არის აქაც. მოკლედ, აი ესე წერთ და შემდეგ მოდი აი ესეც იყოს car კლასის წარმომადგენელი. ეხლა ამ წუთას ჩვენ გვაქვს ესეთი ორი ობიექტი. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ ობიექტებს არაფერიც არ შეუძლიათ. თუმცა, უკვე შეგვიძლია ჩვენ გადავამოწმოთ ამ ობიექტების ტიპი, აი მაგალითად car 1-ის ტიპი გადავამოწმოთ და ვნახოთ აბა რომელ კლასს განეკუთვნება ის. ეს კოდი რო გავუშვათ, ნახეთ თვითონ გვეუბნება რომ ეს არის class, აი car კლასის წარმომადგენელი. და ანალოგიურად ჩვენი car 2-იც არის car კლასის წარმომადგენელი. თუმცა ესენი არიან სხვადასხვა ობიექტი, სხვადასხვა ინდივიდები. მათ განსხვავებული ადგილი უკავიათ ჩვენს მეხსიერებაში. ნახეთ, print id car 1. ნუ პირველ რიგში დავწუნდეთ, რომ ისინი არსებობს ჩვენს მეხსიერებაში. ნახოთ ამათი მეხსიერების ადგილები. ნახეთ, ერთი აი ამ მეხსიერებაზე ცხოვრობს, მეორე ამ მეხსიერებაზე. მოკლედ, ჩვენ გვყავს car კლასის წარმომადგენელი ორი ობიექტი. თუმცა, ჯერ მათ არაფერი არ შეუძლიათ. მოდი ნელ-ნელა რაღაცები გავხადოთ შესაძლებელი მათთვის. მოდი ჯერჯერობით გქონდეს ეს car 1 და აი ამ car 1-ს, ნახეთ, მე ახლა გავუკეთებ ასეთ ატრიბუტს. car 1 make და მოდი ეს იყოს დავუშვათ BMW. ეხლა და მოდი კიდე გავუკეთოთ კიდე სხვა რაღაცები და გაჩვენებთ, დავუშვათ model იყოს რაღაცა F30 და car 1-ის ამოშვების წელი პირობითად იყოს 2018. კარგი, ნახეთ, ჩვენ აი ამ car 1 ობიექტს გარკვეული ატრიბუტები, ამათ ქვია ატრიბუტები შევძინეთ. ეხლა მე შემიძლია დავბეჭდო მაგალითად, რომ car 1-ის მწარმოებელი ვინ არის. ხო? თუ ამის გაგება მინდა მე პრინტით. ხო, ნახეთ, ეს რო გავუშვა ეხლა მე. ეს უბრალოდ მეუბნება, რომ car 1 არისო ობიექტი, რომელიც აქადაა ცხოვრობსო. ეს არის hexadecimal რეპრეზენტაცია მეხსიერების
მაგრამ იგივე რაც ID, მოკლედ. კაი, მაგასაც გაჩვენებთ მე ცალკე. ესეც ID-ა, მოკლედ, უბრალოდ განსხვავებულ ფორმატში დაწერილი. აი, ეს არის ოღონდ სხვა ფორმატში. მაგასაც მე განახებთ. კარგი, მოდი, ეხლა ხო, ჩვენ გვაინტერესებს ამ car ერთ ობიექტის make ატრიბუტის მნიშვნელობა. ხო, აი შემიძლია დავწერო კარგი make და ეს რო გავუშვათ, დაიბეჭდება BMW. თუ მაინტერესებს ამ ობიექტის რაღაცა სხვა ატრიბუტი, მაგასაც შევძლებთ, მაგალითად model და ეს არის თურმე F30. კარგი, მოდი ახლა ჩვენ შევქმნათ კიდე სხვა მანქანა. ესეც მინდა რომ იყოს car class-ის წარმომადგენელი. აი ამ car ორსაც მინდა რომ ჰქონდეს car ორსაც მინდა ჰქონდეს make ატრიბუტი. ოღონდ ეს უკვე სხვა მანქანა არის. ეს არის ერთი მანქანა, ეს არის მეორე მანქანა. აი ამისი ეს მინდა რომ იყოს დაიდავშოთ Mercedes. და car ორს ასევე მინდა ჰქონდეს მოდელი, model ატრიბუტი. და მოდი ეს იყოს, არ ვიცი, მანქანებში კარგად Mercedes-ის რამე მოდელი. დაგახსენდებათ. რაღაცა ეს კლასია, არ ვიცი, რაღაცა იყოს და car ორის გამოშვების წელი პირობითად იყოს 2020. კარგი, ეხლა ნახეთ, მე მაქვს ორი მანქანა. ორივე არის ერთი და იგივე კლასის წარმომადგენელი. და car ერთის, აი გავუშვათ make რო დავწეროთ და ასევე ვნახოთ car ორის make. გავუშვათ, ერთი არის BMW, ხოლმე დამამზადებელი, მეორე არის Mercedes. კაი, მოდი ჯერჯერობით აი აქ რო გავჩერდეთ და მითხარით, აი რაც დავწერეთ. აი ამ ეტაპამდე თუ იყო გასაგები. როგორ შევქმნით ჯერ რაღაცა კლასი, აი აქ დავამატებთ ახლა რაღაცეებს, მაგრამ ჯერჯერობით ზე იყოს. როგორ შევქმნით ობიექტი ამ კლასისგან და შემდეგ როგორ შევძინეთ ამ ობიექტს გარკვეული ატრიბუტები. აი make, model, year ატრიბუტები. აი ჯერჯერობით რაც გავაკეთეთ, ხომ არ გინდათ რაიმის დაზუსტება. არ მოგერიდოთ. კარგი. ეს გიგი. ხო. ანუ ეს მეთოდებია ამის, ხო? ეს არის ანუ მეთოდებზეც გადავალთ კი. მეთოდებსაც გავუკეთებთ ახლა ამ car class-ის. ხო, ანუ კლასი იქნება და აქვს თავისი ის რა ქვია, ანუ თავისი ატრიბუტები აქვს. გითხარია რომ თქვენ ესე არ ატრიბუტები. ხო, ესე არ შექმნით ზოგადად თქვენ კლასებს, გაჩვენებთ უკეთეს გზას, უბრალოდ მინდა რომ ნელ-ნელა მივიდეთ უფრო უკეთეს გზაზე. თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი ობიექტებისთვის ატრიბუტები. ისმენინო? ეს დავაზუსტებ. მაგალითად car ერთზე რო გვაქვს უდრის car ჭრილებში. ეს იმის მსგავსია, აი მაგალითად ლისტად რო ვაქცევთ ხოლმე რაღაცას ანუ. კი. აი დაახლოებით ეგეთი რამე არის. ხო, ჩვენ აი ამითი ვქმნით car class-ის წარმომადგენელს. ეს არის ერთ-ერთი ნიმუში, ერთ-ერთი ობიექტი. აი ნახეთ, ესეთი სიტყვები შეიძლება შეგხვდეთ. მოკლედ, car ერთზე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის მოკლედ, car ერთი არის ობიექტი. ობიექტი, ანუ ერთ-ერთი წარმომადგენელი აი ამ კლასის. ეს არის car class-ის ობიექტი. ისევე როგორც მაგალითად, ერთიანი არის integer class-ის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ნიმუში, ხო? და მაგალითად რაღაცა, ხო, Python არის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ერთ-ერთი ნიმუში, ერთ-ერთი ობიექტი string class-ის. აი ასევე ახლა ჩვენი car ერთი არის car class-ის წარმომადგენელი. ხო, აი ასე შევძლებთ ეგ ამბავი. კარგი. მოდი ახლა ჩვენ ვისწავლოთ როგორ შეიძლება ამ ჩვენს კლასს დავუმატოთ ნახეთ ესეთი ატრიბუტი დავუშვათ country და მოდი ეს იყოს
Germany. ხო? ნახეთ ახლა ჩვენ ამით რა გავაკეთეთ. ჩვენ ახლა ვთქვით, რომ აი ყველა კლასს, ყველა ობიექტს car 1-საც და car 2-საც ახლა ექნება კიდე ერთი ატრიბუტი და ეს მათთვის იქნება საერთო. აი ნახეთ, ეხლა ჩვენ, ჯერ მოდი კლასის დონეზე გადავამოწმოთ. ეხლა მე შემიძლია დავწერო car 1 კლასი, ეს უკვე კლასის სახელია. car 1-ს გააჩნია თუ არა country ატრიბუტი. მოდი შევამოწმოთ ეს. კი ბატონო, ის მეუბნება რომ გააჩნია. აი ამას ეწოდება კლასის ატრიბუტი. აი make model year ესენი არის უკვე ობიექტის ატრიბუტები. აი ობიექტი კიდე, აი ჩვენ ხო შეიძლება შევხვდეთ როგორც იგივე რაც ასევე instance. ხო? Instance, რაც ქართულად რო თარგმნოთ, არის მაგალითი, ხო? ნიმუში. ერთ-ერთი ნიმუში, ერთ-ერთი მაგალითი, ერთ-ერთი ობიექტი. აი გამოთქვა ხო? For example, ხო გვაქვს და კიდე როგორ შეგვიძლია ვთქვათ ეგ, ხო? For instance. ხო? რაც ერთ და იგივეს ნიშნავს, ხო? Instance წარმოადგენთ როგორც თავის მაგალითი. ერთ-ერთი ნიმუში, ერთ-ერთი ობიექტი. კარგი. ეხლა აი ეს არის კლასის დონეზე განსაზღვრული ატრიბუტი, კლას ატრიბუტი. და ეს country, რომელიც გერმანიის უდრის, არის საერთო, როგორც ჩემი car. ანუ car 1-ისთვისაც და car 2-ისთვის. მოდი ნახოთ, კაი, ჯერ ერთი ვნახოთ. აბა შევამოწმოთ ეს ამბავი, კი ბატონო, რო გავუშვებთ, ივესდება გერმანი და მოდი ვნახოთ ახლა car 2-იც. სად გააჩნია თუ არა ეს ატრიბუტი, კი ბატონო, მაგასაც გააჩნია. და ჩვენ აი ხო შეგვიძლია კიდე შევქმნათ მაგალითად car 3. ნახეთ, მხოლოდ ამას დავწერ, შევქმენი კიდე ერთი წარმომადგენელი ამ კლასის და აი ამ car 3-საც ექნება ეგ ატრიბუტი. car 3. car 3 country. აი ამასაც ექნება, ხოდი ეს დავშალოთ და გადავამოწმოთ, ეს გააჩნია. მაგრამ car 3-ს არ აქვს make, model და year ატრიბუტები. მოდი შევამოწმოთ ეგ ამბავიც. აბა car 3-ს თუ გააჩნია make ატრიბუტი. ეს დავშალოთ, მოდი ეს გავუშვათ და ნახეთ რას გვეუბნება attribute error-ი. Car object has no attribute make. აი ამ კონკრეტულ car objects არ გააჩნია make ატრიბუტი. მაგრამ car 2-ს გააჩნია. მაგისთვის შევქმნით აგერ. ხო, იბეჭდება ეს. ნუ car 1-საც ცხადია რომ გააჩნია. კარგი, მოკლედ, ესე თუ დავწერთ, გამოდის რომ ეს არის ისეთი ატრიბუტი, რომელიც ყველა ობიექტს ექნება. ხო? კარგი, ეს გასაგები იყო, კონცეპტუალურად რა ხდება, როგორ ხდება. აი ეს ნაწილი. ეს ყოფილა ყველა აი car კლასისგან რაც კი წარმოება, ყველასთვის იქნება ეს ამბავი საერთო. ნუ BMW, Mercedes არიან გერმანიის წარმოებულები და მაგიტო დავწერეთ აქ. ესა იმიტომ რომ ყველა, ნუ ჩავთვალოთ რომ მოდი ვაკეთებთ მანქანებს, რომლებიც მარტო გერმანიაში წარმოებული რაღაც ესეთ კლასს ვაკეთებთ. ამიტომ ესეთი მანქანებისთვის ცხადია რომ ყველა ობიექტისთვის ეს საერთო უნდა იყოს. რახან გერმანულ მანქანებს ვაკეთებთ. ხო, ეს ყოველთვის საერთო იქნება. კარგი, ჯერჯერობით შეკითხვები? არაფერი, ხო? კარგი. ეხლა მოდი ალბათ დამეთანხმებით, რომ ესე წერა ცოტა დამღლელი არის. ძალიან ბევრი წერა მოგვიწია იმისთვის, რომ შეგვექმნა ერთი ობიექტი, მეორე ობიექტი, აი რაც კიდე მესამე ობიექტი რომ Windows-ს რომ შევქმნათ და ამისთვისაც უნდა გავაკეთოთ მერე ეს ატრიბუტები, ხო, დავშოთ ეს იყოს Volkswagen, ხო, და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამასაც რომ შევძინოთ ეს ატრიბუტები, ხო? რაღაცა მოკლეზე უნდა არსებობდეს. და არსებობს. ნახეთ. მოდი ერთი დავტოვოთ, რომ ესე იყოს და დავამატოთ მეთოდი. ეხლა ნახეთ, მოდი დავამატოთ ესეთი მეთოდი და ამას დავარქვათ. ხო, მეთოდი არის იგივე ფუნქცია, ოღონდ ის არის
ის არის კონკრეტული ობიექტისთვის. თუმცა შეიძლება ისეთი ფუნქციაც შექმნათ კლასში, რომელიცაც საერთოდ არ სჭირდება ობიექტი. მაგრამ კაი, ნახეთ, ეხლა ჩვენ ვქმნით მეთოდს ამ კლასში, რომელსაც მე მინდა დავარქვა create attributes. აი ესეთი ფუნქცია მექნება, რომელიც მინდა რომ იღებდეს აი ამ ჩემს make model year. აი ესეთი პარამეტრები ექნება და მიიღებს ამ არგუმენტებს მერე. ოღონდ, ნახეთ, ჩვენ გვინდა რომ ამას, აი create attribute მეთოდს, ასევე გადავცეთ კიდე ერთი პარამეტრი. რატო იცით? ნახეთ, ეხლა როგორ ვიზამთ ჩვენ დავწერთ რომ car make უდრის make. ანუ ჩვენ ხო გვინდა რომ აი ასეთი რაღაცა შევძლოთ მერე. რომ კონკრეტულ მანქანას ჰქონდეს make ატრიბუტი, კონკრეტულ მანქანას ჰქონდეს model ატრიბუტი და სხვა. აი ამიტომ ჩვენ ამ მეთოდში ახლა ვქმნით ერთგვარ სქემას. და როცა ჩვენ შევქმნით ობიექტს და მე ამ მეთოდს გამოვიძახებთ, აი ამ სქემის მიხედვით შეიქმნება ჩვენი ობიექტი. ეხლა ვიცი რომ უნდა მონაძრეს ეს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში უფრო მარტივად გამოჩნდება. კაი, ეს იქნება უბრალოდ model და car year იქნება year. ეხლა ნახეთ, როგორ შეგვიძლია ჩვენ მანამდე ხო ესე ვქმნით ამ ატრიბუტებს car 1-ისთვის make და უდრის დავუშვათ BMW-ს და ასე შემდეგ, ხო ესე ვწერდით. ეხლა ნახე როგორ დავწერთ ამას. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ car წერტილი create attributes და აი ამას უნდა გადავცეთ. ნახეთ, უნდა გადავცე მანქანა. ანუ კონკრეტული ობიექტი. აი ეს იგულისხმება მაგაში. ხო, აი ნახეთ car უნდა გადავცე. გადავცე მე ამას ჩემს car 1-ს და შემდეგ უნდა გადავცე აი ეს make model და year. და მაგას რო ვიზამ, შემდეგ უკვე აი ამებს თვითონ გააკეთებს ჩემი კოდი. აი მოდი გადავცეთ ახლა ამას დავუშვათ BMW F30 და 2018. აი წარმოიდგინეთ ახლა რა მოხდა. car კლასში მე მაქვს ასეთი მეთოდი. აი ნახეთ მაუსი რომ მივიტანოთ, ხედავთ დოკუმენტაციას და გვეუბნება რომ ეს არის მეთოდი. და ამ მეთოდს მე გადავეცი ჩემი კონკრეტული მანქანა, რომელსაც მინდა რომ გაუკეთდეს აი ეს ატრიბუტები make model year. და მაგ ატრიბუტების value-ები აი აგერ მაქვს ჩამოთვლილი. ანუ ეს არის. აი აქ ხო ვიცით, აი ამას ელოდებოდა ჩემი მეთოდი. create attributes. ჯერ კონკრეტულ ობიექტს, რომელსაც გაუკეთებდა მე ამ ატრიბუტს. მე ამ ატრიბუტს გაუკეთებდა მე ამ ატრიბუტს. ეხლა აი ამ შემ car 1-ს გაუკეთდა აი ისინი, რაც ჩვენ ხელით ვწერეთ. make უდრის BMW, აი ამის წერა აღარ დამჭირდა რა, იმიტომ რომ აქ შევქმენი ერთგვარი შაბლონი ჩემი ობიექტებისთვის, რომლებიც შეიქმნება car კლასისგან. ხო, ეს არის ერთგვარი შაბლონი, სტრუქტურა. ხო? კარგი. მოდი გადავამოწმოთ, რომ ჩვენს car 1-ს ეხლა გააჩნია, დავუშვათ make ატრიბუტი. ხო? აბა თუ მოხერხდა ხო ეს ამბავი. კაი, გავუშვათ და კი ბატონო, BMW ოღონდ BMW, ხო? აი ეს. კარგი, ანუ იმის მაგივრად, რომ ჩვენ აი ახლა ორი ხაზი დაგვჭირდა ამის შესასრულებლად. ნუ ანალოგიური ორი ხაზი დაგვჭირდება, დავუშვათ თუ მეორე ობიექტს შევქმნით, ხო? car კლასისგან, მე car create attributes. ამას ახლა უნდა გადავცეთ car 2, ხო? ამისთვის იქმნება ახლა ატრიბუტები. და შემდეგ აი თუ გინდათ ესე გავაკეთოთ. ნახეთ, ახლა ელოდება car უკვე გადავეცი. და ახლა make უნდა გადავცე. ხო, თუ გინდათ ესე დავწეროთ make Mercedes მოდელი არის რაღაცა და year იყოს 2020. ეგ არის. აი ხა უკვე ჩვენ გვაქვს
ორი ობიექტი და შედარებით უფრო ნაკლები წერა დაგვჭირდა. მოდი აბა შეკითხვები გამოუშვით ამაზე. იყო ნამდვილად გასაგები? აი ეს როგორ მუშაობს? დაწერეთ ჩატში თუ რამე კითხვა ხო არ გაქვთ ან რამე. ყველასთვის იყო გასაგები, ხო? კარგი, ну ცოტა უფრო წაკითხავდობისთვის შეგიძლიათ რაღაც ესეთ იქნათ. ამასაც გავუკეთოთ ბარემ car. რაღაცა ესე დაწეროთ, შეიძლება უფრო წაკითხავდი იყოს ეს კოდი. შეგვიძლია. კარგი. ნახეთ, Python-ი გვაძლევს საშუალებას, რომ ეხლა ხო ორი ხაზი გვჭირდებოდა, დაგვჭირდა. წინაზე ბევრად უფრო მეტი, ხო? მაგრამ ვინაიდან ჩვენ შევქმნით აქ ერთგვარი შაბლონი, რაღაცა მოდელი, რომელსაც მერე Python-ი იყენებს ახალი ობიექტების შექმნისთვის, ჩვენ მერე დაგვჭირდა უფრო ნაკლები კოდის წერა. იმიტომ რომ აქ გვაქვს შაბლონი. ჩვენ შეგვიძლია კიდე უფრო ნაკლები კოდის წერა დაგვჭირდეს. ოღონდ მანამდე ნახეთ, მინდა გითხრათ, რომ აი ამ create attribute მეთოდზე წვდომა ჩვენ შეგვიძლია რომ გქონდეს ობიექტიდანაც. ნახეთ, ჩვენ როგორ წვდებით ახლა, როგორ მივწვდით წინაზე კლასიდან, ხო? მე დამჭირდა რომ კლასის სახელი დამეკონკრეტებინა და მე ამ კლასში მოიპოვება ასეთი მეთოდი create attributes, რომელსაც გადავცემდი car 1-ს და მე ატრიბუტებს, ხო, რომ ამ ობიექტს გავუკეთდეს ეს ატრიბუტები, ხო? მაგრამ ჩვენ აი ამ create attribute, აი ამ მეთოდზე წვდომა შეგვიძლია გქონდეს თვითონ კონკრეტული ობიექტიდანაც. ანუ შემიძლია დავწერო car 1 წერტილი და ნახეთ create attributes. აქედანაც შემიძლია მასზე წვდომა მქონდეს. და შინაარსობრივადაც ძალიან რაღაცა სწორი რაღაცა გამოდის, ხო? მე ახლა car 1-ისთვის ვქმნი ატრიბუტებს, ხო? create car 1 წერტილი create attributes და აქ უნდა ჩამოვუთვალო ახლა არგუმენტები, ხო? value-ები, მნიშვნელობები პარამეტრებისთვის. თუმცა, ნახეთ ახლა რა მოხდა. ვინაიდან ჩვენ ობიექტის დონიდან გამოვიყენეთ create attributes მეთოდი, Python-მა ჩვენ აღარ გვჭირდება უკვე რომ დავუკონკრეტოთ რომ პირველ არგუმენტად გადავცეთ თვითონ car 1. აი წინაზე ხო გვჭირდებოდა, აი კიდევ ერთხელ ხო, create attributes და მე ამისთვის უნდა გადაგვეცა car 1. და მე გვეთქვა BMW და რაღაცეები, ხო? გვჭირდებოდა აი ამ არგუმენტის გადაცემაც. მაგრამ თუ კლასის, უბრალოდ ობიექტის დონიდან მიწოდებით ამ მეთოდს, მაშინ ამის საჭიროება თქვენ აღარ გაქვთ. აი აქ რახან გიწერიათ, ეს უკვე საკმარისია. ჩათვალეთ, რომ create attributes მეთოდისთვის ეს car 1 უკვე გადაცემულია. როგორც კი თქვენ ეს გააკეთეთ. ნახეთ, რომ მივიტანოთ ამ ფუნქცია ამ მეთოდთან ხელი, მაუსით. აი აქ ხედავთ ის რას ელოდება ჩვენგან. ნახეთ, cars-ი საერთოდ აღარ ელოდება. იმიტომ რომ რახან ობიექტიდან ობიექტზე გამოვიყენე მე ეს მეთოდი. ეს ობიექტი უკვე გადაცემულია მისთვის. ანუ ის ელოდება მხოლოდ make, model და year რო დავუზუსტოთ. მოდი, გავაკეთოთ ზუსტად ეგ, ხო? კარგი, აი თურმე ესეც შეგვიძლია რომ ჩვენ შევქმნათ ატრიბუტები ჩვენი იმისთვის, ჩვენი ობიექტებისთვის. და car 1 ახლა დავაზუსტოთ, უბრალოდ რომ გააჩნია, ნახეთ, year ატრიბუტი მაგალითად, აქვს თუ არა. გავუშვათ და ეს ყოფილა 2018. ну, ანალოგიურად იგივეს ვიზამთრით მე car 2-ისთვის და ასე შემდეგ, ხო? კარგი, ну, ეს ჯერ კიდე არ იყო ის, რასაც მე გეუბნებოდით, რომ უფრო ნაკლები კოდის წერა შეგვიძლია თქო. მაგრამ აი კიდე ერთხელ დავსვამ კითხვას, აი ესეც
თუ იყო გასაგები ახლა. რო გადავიდეთ მე შემდეგზე. ეხლა ამან რა შეგვიმსუბუქა ჩვენ? ცოტათი უფრო ნაკლები კოდიც რა დაგჭირდა, ცოტათი, მაგრამ მაინც. რა მოვაკელით, ხო? აი ამ მეთოდს თურმე აღარ სჭირდება რომ აქ კიდე ანუ ნახეთ მაშინ რაღაცა უცნაური გამოგივიდოდა მაშინ დაგჭირდებოდა დაგვეწერა ავტომატურად რო არ გადასცემდეს აი ამას ხო მაშინ უნდა დაგვეწერა car 1 და მერე უნდა ჩამოგვეთვალა ხო BMW და ასე შემდეგ მოკლედ ეს აღარ დაგჭირდა ეს ავტომატურად ქნა და ამ შემთხვევაში ისე ყველაფერი კარგი. შეგეთქვები არ გაქვთ? ლევან, გასაგებია, ხო? კი, JavaScript-ში ამას გავს ძალიან ეს კლასები. და რაღაც უფრო მეიოლება, იმიტომ რომ JavaScript-ში დაახლოებით ძალიან გავს ახლა შე როგორ ვაკეთებ ამას. კი ბატონო. კარგი. მაშინ ახლა აი ოდნავ გავართულოთ. ისო და ისევ იმისთვის რომ ბევრი წერა აღარ მოგვიწიოს. ნახეთ. ჩვენ Python-ში გვაქვს ხო, ცხადია რომ აი ეს ამბავიც არ დაკარგულა ახლა ამასობაში, ხო? ანუ car 1 ცხადია რომ გააჩნია country ატრიბუტი და ის არის Germany, ხო? რა თქმა უნდა, ყველაფერი შენარჩუნდა. ასე რომ გავშვათ, ხო, Germany დაებიშდება. კარგი. ეხლა მოდი ესეთი რაღაც ვქნათ ჩვენ. სინამდვილეში აი ამ ატრიბუტის მინიჭებისთვის და სულ არ გვჭირდება რომ აი ესეთი რაღაც ჩვენ თვითონ შევქმნათ მეთოდი. ხო, შეგახსენებთ რომ კლასი შეგნით ფუნქციებს ეწოდებათ მეთოდები. ჩვენ არ გვჭირდება რომ ეს ჩვენ თვითონ ხელით ჩვენ შევქმნათ სპეციალური მეთოდები ამისთვის, იმიტომ რომ Python-ს თვითონ აქვს წინასწარ შექმნილი სპეციალური მეთოდი ზუსტად აი ამ პროცესებისთვის. ნახეთ და ამ მეთოდს ეწოდება აი ეს init-ი. ნუ უბრალოდ ეხლა ვნახავთ ზუსტად როგორ გამოვიყენებთ ამას. ნახეთ აი ესეთი init მეთოდი არსებობს და ჩვენ ამას უნდა გადავცეთ აი ეს car make model year და შემდეგ ნუ იგივე გავაკეთოთ car make udres makes car model udres models world is init-ი რაღაცით არის საინტერესო და გაჩვენებთ ახლა მაგას. ნუ ეხლა ამ წუთას არაფერი შეცვლა, ხო? ეხლა ჩვენ წინაზე გვეწერა აქ create attributes. ნუ ეხლა გვიწერია რაღაცა init. ხო? ნახეთ, ეხლა ამან ჩვენ რისი საშუალება მოგვცა. აი init არის სპეციალური მეთოდი, სპეციალური ეს დასახელება არ გეგონოთ რომ ეხლა მე მოვიფიქრე, ეს გვაქვს Python-ში. როგორც default-ი, როგორც მოცემულობა და გვაძლევს ნახეთ რის საშუალებას ჩვენი პროცესი წინაზე იყო ორსაფეხურიანი, ხო? პირველი ამბავი იყო კლასის, აბსოლუტურად ობიექტის შექმნა. ხო? აი ამ დროს შეიქმნა ობიექტი. ჯერ ობიექტი უნდა შეგვექმნა. და მერე ვანიჭებდით მას ატრიბუტებს. ხო? აი ამ ორ რაღაცას ვაკეთებდით. ორსაფეხურიანი იყო, ეს იყო ჯერ და მერე იყო car 1 რაღაც create attributes ქონდა და მერე აი ამ ორსაფეხურს გულისხმობ. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეს ერთზე დავიყვანოთ. ნახეთ, მე შემიძლია თურმე უკვე რომ აი აქ გადავცე პირდაპირ ამას ჩემი ეს BMW 30 და აი 2018. და როგორც კი ამას ვიზამთ, Python-ი წავადა აი ამ მომენტშივე.
გამოიძახებს ჩვენს standard init methods. აი ეს ახასიათებს ამ init-ს. ანუ მე აღარ მჭირდება ეხლა რომ დავწერო var 1 init აი ეს ამბავი. შეგვიძლია. არ არის პრობლემა. შემიძლია ეს გავაკეთო. მაგრამ ეს აღარ გჭირდება. იმიტომ რომ ეხლა უკვე შექმნის მომენტში, როცა შექმნის ამ ობიექტს, Python-ი ავტომატურად ჩვენთვის, აი რა ვიცი, კაპოტის ქვეშ, ისე რომ ჩვენ ამას არ ვიძახებთ ჩვენ თვითონ. ხო? ეხლა არ ვაკეთებ არანაირ standard init-ის გამოძახებას, თორე შემიძლია. აი, ნახევ წერ და აგერ ელოდება ეხლა ჩემგან რაღაცებს, მაგრამ არ გჭირდება. თუ თქვენ standard init-ი გიწერიათ კლასში, Python-ი მას ავტომატურად გამოიძახებს ობიექტის შექმნის მომენტში. როდის იქნება ობიექტი? აი, როცა ჩვენ წერთ, აი ამას car რაღაც. ამ წინაზე ვაკეთებდით ესე, ხო? ესე ვქმნით ობიექტს, მე კიდე ახალი ხაზი გჭირდებოდა იმისთვის, რომ მიგვენიჭებინა ატრიბუტები. ეხლა უკვე ერთ ხაზში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. და როგორც კი აი ამას დავწერთ, ავტომატურად Python-ი თვითონ გამოიძახებს standard init methods. ხო, standard-ს რატო ეძახით ახლა ამას? აი ქვედატირების გამო. ნახეთ, აი ამ სიტყვას ვახსენებ. აი ესე იწერება, რაც ნიშნავს double underscore. აი ეს სიტყვა არის დაშიფრული, ასე ვთქვათ, ხო? double underscore, ანუ ორმაგი, ორი ქვედატირე. აი ეს ამ ქვედატირებზეა საუბარი. და შემოკლებით ეძახიან standards. კარგი. მოკლედ, ამას თურმე თვითონ იძახებს. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ. და როდის იძახებს? კლასის შექმნის მომენტში. აბა თუ იყო ახლა გასაგები ეს ამბები. ხო და ასევე იმასაც ხომ მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ აღარ გჭირდება ჩვენ car 1-ის გადაცემა. მაგასაც ავტომატურად გადასცემს. ხო? ჩვენ უბრალოდ კიდე რა მაინტერესებს. ეს კლასში რო არ დავწერო. ეს კლასში რო არ დავწეროთ init-ი, ისე არ იმუშავებს, ხო? ისე არა. ისე არა. აი ამ კლასის მეთოდი არის ეს. კარგი. ეხლა ნახეთ ესეთი რამე გავაკეთოთ. აი ამ init-ში მე ეხლა დავპრინტავ რაღაცას. ნახეთ რას დავპრინტავ? init-ი გამოძახებულია. აი ამას ვიზამ. რო დავწმუნდეთ მართლა, რომ აი ეხლა გავუშვებ მე ამ კოდს და დავწმუნდეთ მართლა, რომ შექმნის მომენტში ეს ავტომატურად გამოიძახება. ხო, აი გავუშვებ ამას და თუ დაიბეჭდა, ხო, და დაიბეჭდა კიდევაც. init-ი გამოძახებულია. ნახეთ მე კიდე ერთხელ აი ამას მინდა რომ კარგად ხაზი გავუსვა. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი და აი ვცადეთ კიდევაც, ხო, რომ აი ნახეთ, ესე შემიძლია მე გამოვიძახო ეს მეთოდი. და გადავცე მე ამას რაღაცეები. მოდი აი მოდი car 2 უბრალოდ არ გვაქვს, მაგრამ კარგი, ესეც შეგვიძლია. მაგრამ მე არსად ეს აქ არ მიწერია, ხო? არსად არ მიწერია, init-ი არ მაქვს ხელით გამოძახებული, მე ის არ მაქვს. იმიტომ რომ Python-მა იცის, რომ აი ქვედატირე init ქვედატირის შემთხვევაში თუ ეს მეთოდი მე მიტერია კლასში, ის თვითონ უნდა გამოიძახოს ავტომატურად. და მართლაც და როდის შექმნის მომენტში. ანუ at creation time გამოიძახება ეს. ნუ თროუშვებთ, ხედავთ რომ ავტომატურად ეს გამოიძახება. ხო, ეს იბეჭდება. ხო? რო აი ამ. კარგი. ეხლა აი დავამუღამეთ, ხო, ეგ ამბავი. რო init-ი არის, ხო, ნახეთ კიდე რას გეტყვით, init-ს ეძახიან magic method. აი ესეც ახალს. ანუ შეიძლება ასე და standard method-იც აი ამ ორმაგი ქვედატირის გამო, ხო, რომელიც გავშიფრეთ ზეგან, ხო, ასევე ეძახიან magic methods.
აი როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს მისი ჯადოსნურობა? აი რა უნდა იყოს აი ამ init რომელიც initialize-ის შემოკლებული სახელია. აი რა უნდა იყოს, რაში მდგომარეობს მისი ჯადოსნურობა? თვითონ რომ მიძახეს არა გიგი? ზუსტად. აი ზუსტად ის ფაქტი, რომ რაღაცნაირად გამონაკლისი არის თითქოს და ჯადოსნურია იმ აზრით, რომ მე არ მჭირდება დავწერო ჩემი ხელით, რომ ჩემი ხელით გამოვიძახო ის. ნუ პითონი ამას თავის დაგეთებს, თავის დიძახებს. ხო? აი ამიტომ magic მეთოდებსაც ხო ეს ნუ არა მარტო ამიტომ არის კიდე სხვა დანდარ მეთოდები, მაგრამ აი magic მეთოდებსაც ეძახიან ხოლმე. ხო, აი ესეთი რაღაცა აი ამ და კიდე სხვა თვისებების გამოც. მაგრამ ხო, აი ამ სახელზე შეიძლება შეგხვდეთ. ხო, კი, აი ნახეთ ახლა ბევრად ნაკლები კოდის წერა დაგჭირდა, ხო, მაგას გულისხმობ, ხო, გამარტივებაში. კი, იმიტომ რომ JavaScript-ში თვითონ უნდა გამოგეძახა და აჰა. აი ნახეთ ახლა უკვე მე შემიძლია რომ რაღაცები, აი ერთ ხაზში გავაკეთო ყველაფერი. კი, გადავეკიდეთ ამ ორ მანქანას, მაგრამ ნუ შეგვიძლია კიდე მესამეც გქონდეს და ასე შემდეგ. ერთ ხაზში გამოვიძახე ყველაფერი. და ნუ ეს ზედმეტია რა თქმა უნდა. ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ აქ ხო გვიწერია ჩვენ car. Python-ში არის ესეთი შეთანხმება, რომ აი ეს პირველი პარამეტრი, რაც აქ გვაქვს, მაგ პირველ პარამეტრს ზოგადად ერქვას self. ეს არის ანუ ხო არანაირი საჭიროება არ იყო რომ მაინც და მაინც car რო ერქვას ამას, ხო? არ არის ეს აუცილებელი. აი ამ car-ში იგულისხმება აი ეს თვითონ ეს ობიექტი იგულისხმება, ხო? რომ მაგ ობიექტს გაუკეთდა მე იქი, მაგ ობიექტს გაუკეთდა model ატრიბუტი, ამ ობიექტს გაუკეთდა ეს ატრიბუტი. ხო? და აი უბრალოდ კონვენცია არის, უბრალოდ შეთანხმება არის, რომ აი ამ პირველ პარამეტრს ერქვას self-ი. რასაც ჩვენ რაღაცა ასე ვთქვათ, შინაარსის მიხედვით უბრალოდ car დავარქვით. მაგრამ ისედაც რაც გვინდა ის შეიძლება ერქვას, უბრალოდ თუ რამე სხვას დაარქვით, ძალიან გაუკვირდება ყველას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ესეთი დიდი კონვენცია და განუცნაური იქნება თუ რამე სხვას დაარქვით ამას. ყოველთვის დაარქვით self-ი. ეს ოღონდ ისო თან გახსოვდეთ რომ ეს არის უბრალოდ შეთანხმება და მეტი არაფერი. ხო გასაგებია ეს ამბავიც. ხო დაიკარგეთ. ხო გინდათ რაღაცის დაზუსტება. ძალიან კარგი. ხო, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად დასმული, სხვა შორის თუ ნახავთ აი Python-ის ფორუმებს ან ხშირად დასმულ შეკითხვებს. ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვას, რა არის self-ი? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე, როცა გადადიან. მაგრამ აი მაგიტო დავიწყე მე ცოტა შორიდან, აი აქამდე მისვლა, რომ კარგად დაგვენახა ეს self-ი რა იყო. ეს არის თვითონ ეს ობიექტი. ხო, თვითონ ობიექტი. აი JavaScript-ით ვიცით, იქ არის this. ხო? მან წერენ this. აი ამას. მაგის ეკვივალენტი არის Python-ში self-ი. კარგი. ეხლა მოდი ჩვენ შევქმნათ კიდე სხვა კლასი, რომ ცოტა გავივარჯიშოთ. მოდი შევქმნათ მაგალითად ესეთი კლას. მოდი შევქმნათ მართკუთხედის კლასი. Class rectangle. და ჩემს მართკუთხედს მე მინდა რომ ნუ რა აქვს ხო მართკუთხედს? გვერდი და სიგრძე, ხო? მოდი პირდაპირ აი ახლა უკვე ვიცით. აი ეს დავწეროთ. და გავუკეთოთ ამას width და height. აი ეს ორი პარამეტრი გქონდეს. და რა თქმა უნდა გავაკეთოთ დავწეროთ self width, უდრის width და self height, უდრის height. აი ეს. კარგი. მე ახლა შემიძლია შევქმნა დავშვათ R1, ანუ რაღაცა rectangle 1. ეს უნდა იყოს ამ კლასის წარმომადგენელი. და ახლა დავაკონკრეტოთ ჩვენი width და ეს მინდა იყოს დავშვათ 10 და height
იყოს დავუშვათ 5. მოდი უცებ გადავამოწმოთ, გააჩნია თუ არა ეხლა ჩემს აი ამ მართკუთხედს ეს ატრიბუტი, კი ბატონო და ვიცით აქვს, ხო? ეს არის 10. ჩვენიერი. აი ესეთი მართკუთხედი შევქმნით, ხო, მართკუთხედის კლასი და მე მისგან რაღაცა ერთი ობიექტი შეგვიძლია, კიდე მეორე ობიექტი, მესამე ასე შემდეგ. კარგი, აქაც ყველაფერი გასაგებია, ხო? პრინციპში დაახლოებით გავსი გვეწერა წინაზეც, ხო? ეხლა მინდა რომ კიდე სხვა რაღაცებიც გაჩვენოთ. ნახეთ, მოდი ეხლა ჩვენ მართკუთხედს გავუკეთოთ მეთოდი, რომელიც დაითვლის პერიმეტრს. პერიმეტր, ხო? პერიმეტრის ან მოდი გავაკეთოთ ჯერ მოდი ფართობის. area და ნახეთ, ვინაიდან ეს მეთოდია. მოდი ჯერჯერობით ესე ვიზამ. ჩვენ ხო გვახსოვს, კაი, ეს რატო წავშალე, მოდი იყოს ეს R1 rectangle და რაღაცა 10 და 5, ხო? კარგი. ეხლა ამ მეთოდზე ჩვენ უცებ შეგახსენებთ ორნაირად ქონდა წვდომა, ხო? ერთი კლასიდან და ხო, მაშინ უნდა დაგვეწერა rectangle წერტილი area რაღაცა და ასევე წვდომა ქონდა საიდან. კიდე როგორ შემიძლია რომ აი ამ area მეთოდს მე მივწვდე? აღარ გახსოვთ? ეხლა ვაკეთებთ აქ ჩვენ ფართობის გამომთვლელი მეთოდი იქნება ეს ცოტა ხანში. ხო, area. კარგი, აღარ გახსოვთ როგორ შეიძლება ამაზე კიდე გქონდეს თქმა? პირდაპირ ვერ გამოიძახებთ. აი ესე global namespace-ში area ფუნქცია მეთოდი მსგავსი არ არსებობს. ესე პირდაპირ ვერ იზამთ. აბა ჩატში ხوار დაგიწერიათ. არ გახსოვთ თუ არ გინდეთ. მიკროფონის ჩართვა. არა, მე არ მახსოვს. ხო, ანუ თვითონ ობიექტიდან რა, ანუ აი R1-ს გააჩნია area. ნახეთ, მე რო წერ R1 წერტილი, აი აგერ მიჩვენებს area-ს, რომელიც ჩემი შექმნილი არის. ასევე height და აი ამებსაც რა, რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა. ანუ ობიექტიდანაც მაქვს მე მაგაზე წვდომა. და ამ დროს აი ეს ხო გახსოვთ, რომ პირველ არგუმენტად ის ავტომატურად გადასცემს ამ ობიექტს. ხო გახსოვთ, აი თუ არ გახსოვთ, აი ჩანაწერს მე კიდე აუცილებლად კარგად უყურეთ და დაგამახსოვრდებათ. როცა ობიექტის დონიდან ვიყენებ მე მეთოდს, მაშინ ავტომატურად პირველ არგუმენტად გადაეცემა აი ეს ისა, ხო, თვითონ ობიექტი. ანუ მანქანის შემთხვევაში როგორც იყო, ხო გახსოვთ, აი დაახლოებით car1 და წერტილი იქ გქონდა რაღაცა create attributes, ხო? და როცა ობიექტიდან ვაკეთებდით ამას, ჩვენ აღარ გვჭირდებოდა მაგ ობიექტის გადაცემა მაგ მეთოდისთვის, ხო? ავტომატურად გადასცემდა. თუმცა პარამეტრში მაინც უნდა ქონოდა. აი, უცებ შეგახსენებთ იმკაც, ხო, რაც გვეწერა. ჩვენ გვეწერა ესეთი რაღაცა create attributes, ხო გვეწერა. მე მეწერა car, მე make model year, ხო? ასე შემდეგ, ხო, ამებს აღარ ჩამოვწერ მე. და ჩვენ ვქნიდით ესე, car1, მოდი ესეც იყოს პრინციპში. ეხლა ცოტა ავრი, მაგრამ პრობლემ გახსენებთ, ხო, რა გვეწერა car1 და წერტილი create attributes ხო გვეწერა. და აქ აღარ გვჭირდებოდა რომ ეს car-ი გადაგვეცა. იმიტომ რომ ავტომატურად გადასცემდა ეს მეთოდი ამ ობიექტს. მაგრამ აუცილებელი იყო რომ მეთოდში მაინც გვწერებოდა ეს ავტომატურად გადაეცემოდა, მაგრამ ჩვენ მათ ჰქონდა რომ მაინც უნდა გვწერებოდა. ხო? ამიტომ ამ შემთხვევაშიც, აი ამ area-ს შემთხვევაშიც
ამას სხვა არაფერი არ მინდა გადავწე, გარდა თვითონ self-ისა. იმიტომ რომ მე რო დავწერ R1 area, აი ამ errors ის თვითონ გადასცემს ამას. Იმიტომ აქ self-ი ჩვენ აუცილებლად აღჭირდება თუ გვინდა რომ ესე კონდეს თვითონ ამისგან მასზე, ობიექტიდან. კარგი, და აქ ეხლა ფართობი როგორ გამოვთვალო? გვერდი და სიგრძე მაქვს აი შენახული ხო ამ ცვლადებში, ამიტომ პირდაპირ დავწერ self width. ჩაუბრალოდ ის არის ეს ფუნქცია არის, თავის return-ი აქვს, ეს გამრავლებული self height-ზე. აი ესეთი რაღაცა გვექნება. კარგი, ეხლა მე შემიძლია დავუბეჭდო ეს, მოდი პირდაპირ დავუბეჭდოთ. და ვნახოთ, შევძინეთ თუ არა ჩვენს კლასს ესეთი მეთოდი, რომელიც გამოითვლის ფართობს. აი ეს რო გავუშვათ, ბატონო, გამოიანგარიშა ჩვენი R1-ის ფართობი. რომელიც არის 50. კარგი. ეხლა ჩვენ რო აქ self-ი არ დაგვეწერა. რა მოხდებოდა მაგ შემთხვევაში? აი ნახეთ. ეხლა მე გამოვიყენებ უბრალოდ აი დავწერ ამას R1 area. ხო? არაფერს ესე შეიძლება გვეგონოს, რომ არაფერსაც არ ითხოვს და მეც არაფერს არ გადავცემ. ხო? მაგრამ ნახეთ, რა ხდება ეხლა? გვაქვს error-ი, რომელიც გვეუბნება, რომ ეს area მეთოდიო, rectangle class-ში რო გიწერიაო, იღებსო null პოზიციურ არგუმენტს, მაგრამ შენ ერთი გადაეციო. ნახეთ, აი ამას შეხედა, null არგუმენტს იღებსო ეს, მაგრამ შენ გამოძახების დროს ერთი გადაეციო. მაგრამ რანაირად გადავეცით, ჩვენ ხო აქ არაფერი არ გვიწერია. ანუ Python-ი გულისხმობს ზუსტად იმ ფაქტს, აი ავტომატურად რომ გადაეცემა ეს R1 მეთოდს. აი დასაწყისში ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, შეიძლება ცოტა აღარ გახსოვთ, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რომ ნახავთ ამ ჩანაწერს, აუცილებლად გაგახსენდებათ, აი ამ მომენტამდე რომ მოხვალთ, მე აუცილებლად გაგახსენდებათ რაზე გვაქვს საუბარი. აი ამ მოკლედ, აი error-ითაც დავწმუნდით თურმე რომ Python-მა გადასცა აი ამ ჩვენს არეას ერთი არგუმენტი. მაგრამ განმარტებაში ეს არ გვაქვს. ანუ ჩვენ თუ აქ დავწერთ აი ამ self-ს და ეხლა რო გავუშვა მე, ნახეთ, error-ი აღარ მაქვს. ანუ Python-ი კმაყოფილია. იმიტომ რომ მე გავამზადე პარამეტრი იმ ერთი არგუმენტისთვის, რომელიც არის თვითონ ეს ობიექტი. აქ მეწერია self. კარგი, დავაბრუნოთ რაც გვეწერა. გამრავლებული self height-ზე, ხო? ესე გამოვიანგარიშეთ ფართობი ამ ჩვენი მართკუთხედის. დავწეროთ ახლა პერიმეტრის გამოსაანგარიშებელი მეთოდი. და, ამასაც რა თქმა უნდა self-ი სჭირდება, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვიზამთ ამას, R1 პერიმეტრს ამას ვერ დავწერთ უბრალოდ, იმიტომ რომ ისევ ამ error-თან გვექნება საქმე. და, პერიმეტრი როგორ შეიძლება რომ დავიანგარიშოთ. უნდა აბრუნებთ ეს ხო რაღაცას ეს ჩვენი მეთოდი. და ამან დააბრუნოს ორი გამრავლებული self width plus self height. აი ესე ხო? გვერდების ჯამი გამრავლებული 2-ზე. ან შეგვეძლო დავუშვათ ორჯერ self width-ი plus ორჯერ self height. ეს არის პერიმეტრი, ხო? უნდა კარასტურად გვიწერია. აი ეს. მომეთახვები თამაში, ხო არ არის ეს გაუგებარი. კარგი, მოდი ახლა გამოვიძახოთ მაშინ ჩვენი ესეც print R1-ის პერიმეტრი. აი ესე, ჭრილები არ დაგავიწყდეთ ხოლმე. და ეს რომ გავუშვათ, აი გვექნება 30. ხო? იმიტომ რომ 10 და 5-ია ესენი, ხო? სიგრძე და სიგანა.
კარგი. ეხლა ნახეთ ჩვენ გვაქვს კიდე ერთი სტანდარტ მეთოდი, რომელიც ვფიქრობ მოგეწონებათ. აი ესეთი. ნახეთ სტანდარტ str. და ნახეთ ეხლა ის როგორ მუშაობს. დავუშვათ სტანდარტ str. აი მოდი ჯერჯერობით არ გინდათ, ჩათვალეთ რომ ჯერჯერობით არ გვიწერია. მე უბრალოდ გამოვიყენებ print-ს ჩვენს r1-ზე. უბრალოდ ნახოთ რა იბეჭდება. და იბეჭდება ის რომ ეს არის rectangle class-ის ობიექტი და ცხოვრობს აქ. კარგი. ეხლა დავუშვათ მე მინდა რომ როცა print-ს გამოვიყენებ მე ამ ობიექტზე. აი ესეთი გაუგებრობა კი არ იბეჭდებოდეს. არამედ რამე უფრო ინფორმაციული. მაგისთვის ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ standard string მეთოდი და აქ შეგვიძლია დავაზუსტოთ რა გვინდა რომ იბეჭდებოდეს, როცა print-ს გამოიყენებენ ჩვენს ობიექტებზე. დავუშვათ მე მინდა რომ იბეჭდებოდეს აი ესეთი რაღაცა. ძალიან მარტივად დავუშვათ ესეთი მართკუთხედი. აი ეს მინდა რომ იბეჭდებოდეს. ნახეთ, ეხლა მე გავუშვებ ამ print ბრძანებას და დაიბეჭდა მართკუთხედი. ანუ ეს standard string მეთოდი, ესეც Python-ის მიერ default-ად მოცემული მეთოდია ჩვენთვის და რასაც აქ return-ში დავუკონკრეტებთ, მაგას დაბეჭდავს როცა მომხმარებელი print-ს გამოიყენებს ჩვენს ობიექტზე. print ფუნქციას გადასცემს ჩვენს ობიექტს. ნუ ჩვენც ვართ ხო ეს მომხმარებლები ცხადია. და ანალოგიურად ეს აქვს ახლა უკვე სხვა ობიექტებსაც, რომლებსაც შევქმნით ჩვენ. rectangle დავუშვათ ჯერ გვაქვს ისა ხო ჩვენ სიგრძე 20 და 10 იყოს დავუშვათ. აი ამ იმასაც print აი r2-საც გააჩნია ცხადია ეს და ამას რო შევთ მაგ შემთხვევაშიც იბეჭდება მართკუთხედი. მაგრამ მოდი ახლა აი როგორც თქვით ხო ცოტა უფრო ინფორმაციული რაღაცა დავაბეჭდინოთ. მოდი ესეთი f-string-ი გამოვიყენოთ და ნახეთ რა მინდა რომ იბეჭდებოდეს. მე მინდა რომ აი დავინახო ეს რომელი კლასის წარმომადგენელია. და ასევე მინდა რომ აი width აი აქ self width აი ესე ვიზამ. აი მოდი ახლა დავბეჭდოთ თუ გინდათ და წარმოვიდგინეთ თან რა მოხდება ამ დროს. ეს როგორ და ნახეთ ახლა როგორ რა დაიბეჭდა rectangle ხო ამ კლასის წარმომადგენელი რომ არის და ფრჩხილებში მიუთითე სიგანე 10. ნუ საიდან მოიტანა ეს მნიშვნელობა 10? იმიტომ რომ r1-ის სიგანე იყო 10. width-ი იყო 10. და r2-ის სიგანე იყო 20. ანუ აი ეგ მნიშვნელობები წამოიღო. და მოდი გავაკეთოთ ასევე ანალოგიური height-ისთვისაც. აი ესე. მოდი გავუშვათ ეს და აი ესეთი რაღაცა მივიღეთ. თუ გინდათ აქ არ კონდეს ესა, მგონი ჯობია, ალბათ, არ ვიცი. როგორც გინდათ. და მოდი ესე ვქნათ. ესენიც არ გვინდა, აი აქ იყოს უბრალოდ მძიმე. აი ესეთი ვერსია იბეჭდებოდეს. ის უდასე აქვს სრულიად თავისუფლება გაქვთ, როგორც გინდათ, ისე დაბეჭდეთ. კარგი, ეს თუ იყო გასაგები ახლა რაც გავაკეთეთ. ანუ თურმე print-ი ნახულობს პირდაპირ ჩვენ standard string methods. print-ს თურმე გაინტერესებს. რაც გიწერია აქ, წავა და მაგას დაბეჭდავს. ნუ default-ად გვაძლევდა default-ად უბრალოდ მისამართს გვიბეჭდავდა. მაგრამ ჩვენ გადავაწერეთ მაგას რაღაცა უფრო უკეთესი, ხო, რაღაცა უფრო ინფორმაციული. კარგი. ეხლა მოდი თქვენ თუ გახსოვთ, აი პარემ მაგაც რო აქვთ wrapper, აი ესეთი ფუნქცია. გახსოვთ? ბევრჯერ არა, მაგრამ რაღაცები ხანდახან გამოგიყენებიან.
კაი. ნუ გვახსოვს დიახ, მაგრამ რას აკეთებდა ახლა უცებ მართლობებთან? ხო, აი, მოდი დავაკომენტარებ ერთი წუთით ამას, ხო, მთლიანად და აი ნახეთ print 10, ხო, ესე რომ ვბეჭდავთ ამას. და ვუშვებთ ტერმინალში გვიჩანს 10. მაგრამ თუ reper-თან ერთად დავბეჭდავთ, მაშინ ჩვენ ეს reper ფუნქცია, ანუ რეპრეზენტაცია, ამას შემოკლებული არის, ის დაგვანახებს კიდევ უფრო ინფორმაციულ იმ ფაქტს, რომ ეს string-ი არის თან, ხო? აი, ესეთნაირად გვაჩვენებდა ამას. ეს reper. ანუ ხანდახან როცა თქვენ გინდათ რომ ცოტა უფრო მეტი გაიგოთ რაღაც ობიექტზე და print-ი უბრალოდ აკეთებთ, შეგიძლიათ რომ ეს reper გამოიყენოთ ხოლმე და გააჩნია შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ მაგ ობიექტზე. აი მაგალითად ამ შემთხვევაში მარტო print-ით ვერ დავადგენდით ეს string-ი იყო თუ integer-ი, ხო? integer-იც ეს აი integer-ი რო ყოფილიყო ეს. მაშინაც ხო იგივე შედეგი მექნებოდა მე ტერმინალში. მაგრამ ნუ ეს reper მაგაში გამოგვადგა. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ჩვენს კლასსაც დავუმატოთ აი ეს dunder reper მეთოდი და ამას დავაბრუნებინოთ, აი ნახეთ როგორც წესი ეს reper-ში უფრო მეტად აზუსტებთ თქვენ რაღაცას. ჩვენ კი უკვე ძალიან დავაზუსტეთ, მაგრამ მოდი აქ დავაბრუნოთ ჩვენ rectangle class object რაღაცა ესეთი, ანუ უბრალოდ rectangle object და აი რეპრეზენტაციაში დავაბრუნოთ ეს. როგორც გვეწერა ხო პრინციპში f-string-ებში რო გვეწერა ხო ეს ამბები. rectangle და მე ეს. კარგი. ეხლა ჩვენ რო დავპრინტოთ ეს პასუხად მივიღებთ აი ამას rectangle object. მაგრამ ჩვენ თუ აი ესეთნაირად დავპრინტავთ ეხლა უკვე reper-თან ერთად. მაშინ Python-ი წავა და აი ნახეთ ამისთვის ანუ errors აი დავშალოთ ერთადერთი პრინტი მაქვს ეხლა გავუშვებ. ეხლა Python-ი წავიდა და ნახა dunder reper-ში რამე წერია. და ზუსტად ეგ შედეგი გამომიტანა ტერმინალში. ხო? მაგრამ უბრალოდ პრინტისთვის მიდიოდა და ამ str მეთოდს ნახულობდა. ეხლა ნახეთ თქვენ თუ str მეთოდი არ გექნებათ, პრინტი მაინც იმუშავებს, იმიტომ რომ ერთგვარი fallback-ია მისთვის reper-ი. ანუ თუ str-ი არაა განსაზღვრული თქვენს კლასში, მაშინ პრინტი წავა და ნახავს თუ არის ამ კლასში აი ეს dunder reper-ი განსაზღვრული. და აი ამ ვერსიას დაბეჭდავს მაშინ. მიხდით ხო, ანუ პრინტს პირველ რიგში str-ი აინტერესებს და თუ str-ი არ არის, მაშინ ნახულობს ამას. კარგი. მოდი ახლა კიდე ერთი მომყვებით გზადაგზა გვინდათ გამოჩერეთ, გითხეთ რამეს საზუსტებად თუ გინდათ, არ არის პრობლემა. როგორ ხართ გეჯერობით? კარგი. მაშინ კიდე ერთი მოდელი dunder მეთოდები სხვაშორის ძალიან საინტერესო ამბავი არის და ცოტა advanced რაღაცად ითვლება, მაგრამ არც ისე advanced არის, ხო? მოდი ახლა გავაკეთოთ კიდე ერთი EQ აი ესეთი და ნახეთ ეს ძალიან საინტერესო რაღაცა არის. EQ მეთოდი როდის გამოიძახება, იცით? როცა თქვენ გააკეთებთ ამას R1 უდრის R2-ს. როცა ამას დაინახავს Python-ი, რომ შენ ესეთი რამე გააკეთე, მაშინ წავა Python-ი და გამოიძახებს ჩვენს EQ
under EQ methods. და აქ ჩვენ უნდა დავახვედროთ რამე კოდი. მაგალითად self width უდრის ხო, ნახეთ ოღონდ აქ როგორ არის. აქ უნდა დავუზუსტოთ other. ხო, იმიტომ რომ ამ EQ-ს სჭირდება ერთი ობიექტი და მეორე ობიექტი. ანუ ერთი ობიექტი და მეორე ობიექტი. თუმცა ცხადია რომ ორივე ანუ აი ეს ერთი ობიექტი და ეს მეორე ობიექტიც რაებსაც ერთმანეთთან ვადარებთ, რომ ერთ და იგივე კლასის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, ხო? rectangle და ორივე არის rectangle კლასის წარმომადგენლები. კარგი, მოკლედ, აქ უნდა დავწეროთ self და other. ეხლა ნახეთ როგორ შევადაროთ, აი როგორ შევადაროთ R1 და R2 ერთ და იგივეა თუ არა. აი უბრალოდ ჩვენთვის რომ თეორიულად როგორ ვიზამდით ამას. ალბათ ესე ხო რომ თუ ნახეთ self width აი ესეთი თუფლი და self height თუ უდრის აი ამ თუფლს other width და other height მაშინ ჩავთვლიდით რომ R1 და R2 არის ერთი და იგივე. კაი. height. აი ეს. ნახეთ, ამ შემთხვევაში პასუხად დაგვიბრუნა false. იმიტომ რომ ჩვენ რო ეს დავწერეთ, ანუ ამ ხوار დაგაბნიათ ეხლა ეს თუფლები ესა შეგიძლიათ რომ შეადაროთ, აი კიდე ამას დავაკომენტარებ. და ისეთ რაღაც დავწეროთ, აი მაგალითად 1 და 2 უდრის 1 და 2. აი ესეთ თუფლები. აქ ხო თუ ეს ხო თუფლებია რეალურად, ხო? აი დავწეროთ უბრალოდ ეს. თუ არის Python-ისთვის ერთი და იგივე. და რო გავუშვათ, ეს არის true. ერთი და იგივე არის, ხო? მაგრამ თუ ეს იქნება რაღაცა 10 და იქით 1 და 2, მაშინ ესეთ თუფლებზე გვეტყვის რომ ეგ არის false. ხო, ანუ თუ 1 და იგივე, ხო, აქ თუ იქნება 1, აქ 2 და აქ პირიქით, აი 2 და აქეთ 1. ამაზეც იტყვის რომ ეს არის false. ხო, აბსოლუტურად სარკისებურად იდენტური უნდა იყოს ეგ თუფლები, რომ Python-მა გითხრას რომ ეგ არის 1 და იგივე. ხო? და აი ახაც მაგ ფაქტს ვიყენებთ, ნახეთ. ჩვენ მე მინდა რომ აი ამეების მიხედვით გადაწყდეს ორი მასკუთხედი ერთ უდრის თუ არა ერთმანეთს. თუ აი self width და self height უდრის მეორის იმას ხო width და height მაშინ დაბრუნდეს ის შედეგი, რასაც აი ეს გადამოწმება აბრუნებს რა, ანუ უდრის გადამოწმება. თუ ესენი დაემთხვა, მაშინ ჩვენ აქ დაგვიბრუნდება ну თუ დამთხვა მაშინ false ხომ დავამთხვიოთ, ხო? ესეც იყოს 10 და ესეც იყოს 5. მაშინ აქ პასუხად დაგვიბრუნდება true. მიხდით, ანუ როცა თქვენ უდრის დაწერთ, Python-ი მიდის და იძახებს აი ამ ჩვენს standard EQ methods. და შეგნით ნახულობს ასეთ კოდს. ეს კოდი რას აბრუნებს? ან trues, ან falses. ხო? აი ამის მიხედვით წდება ის ამბავი, თუ რა დაბრუნდეს აი ამ გადამოწმების დროს. აი ამის დროს. ხდით. კარგი. თუმცა აი ნაკლებობა მეტობა ნაკლებობის ამბავიც გავაკეთოთ. აი ნახეთ, ოღონდ ამაზე ჯერ რაღაცა თქვენ თვითონ უნდა დაფიქრდეთ რა როგორ გინდათ რომ იყოს. აი მაგალითად რა აზრით იტყოდით რომ ერთი მართკუთხედი მეორეზე ნაკლებია. ან მეტია. უნდა გადავწყვიტოთ რა აზრით შევადაროთ ისინი ერთმანეთს.
ეს ესე რა ვიცი, არ ვიცი მათემატიკაში არსებობს რამე. გავსი, მე მგონი არ არის, ხო? აი ჩვენ თვითონ მოდი შევთანხმდეთ, როდის დავარქვათ, როდის ვთქვათ, რომ ერთი მართკუთხედი მეორეზე მეტია. მოდი ფართობების მიხედვით გადავწყვიტოთ ეს ამბავი. აი თუ ერთის ფართობი მეორეზე მეტია, მაშინ ვთქვათ, რომ ეს მართკუთხედი მეტი ყოფილა. ანუ რაზეა საუბარი, იცით? რა იბეჭდებოდეს, აი ესეთ შემთხვევაში მაგალითად. მოდი ახლა მე გავუშვებ ამას. და ნახეთ რას გვეუბნება. ეს მეტობაო not supported between instances, rectangle and rectangle. Სიტყვა instances წეგან გამარტეთ, ხო? ნიშნავს წარმომადგენელს მოკლედ ამ კლასის, ხო? მოკლედ მეტობაო არ არისო განსაზღვრული ამ კლასის ობიექტებზე. ეხლა ზოგადად რო გავიხსენოთ, ინტეჯერებისთვის არის, ხო? ჩვეულებრივად. ინტეჯერ კლასის ობიექტი ხო არის 10-იანი. ასევე ინტეჯერ კლასის ობიექტი ეს. ნუ Python-მა თავის source code-ში განსაზღვრა ამ სიმბოლოს გამოყენების ლოგიკა ამათთვის. ინტეჯერებისთვის, მაგრამ აი ჩვენ რო შევქმნით ახლა ობიექტი, ამისთვის ნახეთ მეტობა, არც ნაკლებობა ხადია არ არის განსაზღვრული. უდრისი კი ბატონო, მაგრამ უდრისი დიფოლტადაც არის, ოღონდ ID-ების მიხედვით ადარებს ერთმანეთთან დიფოლტად. თუ გინდათ ეგეც იმას, აი მოდი ვუქმნებ მე ახლა ამას ჩვენს იმას და დავწერ აქ უდრის. და ახლა რო გავუშვოთ, ნახეთ, გვეუბნება რომ ეს არის false, იმიტომ რომ ანუ განა ერორი გამოგვიტანა. მოგეთ Python-ი default-ად თუ შენ არ აქვს განსაზღვრული ეს EQ, მაშინ ამ ობიექტებს ადარებს ID-ების მიხედვით. ID-ები ნახა, ერთ და იგივე ID ქონდა თუ არა ამათ. და ვინაიდან ამათ სხვადასხვა ID აქვთ, რომელიც ვნახეთ ჩვენ. ამიტომ პასუხი დააბრუნა false. მიხვდით, ID მისამართები შეადარა. მაგრამ თუ განმარტავთ, მაშინ იმ ლოგიკას გაყვება, რაც თქვენ განუმარტეთ. ახლა პირიქით იტყვის, რომ true არის. იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი ლოგიკა ჩავდეთ აქ. გასაგებია ხო ესეც? კარგი. ანუ გიგა თუ შეიძლება ხო, ისმენ? ერთ კითხვას გეტყვი. return-ზე რო გიწერია self with self hate. ხო. უდრის. ეგ ჩვენ უნდა დაგვიბრუნოს მაგ შემთხვევაში, ხო? ხო. ხო, ესე იგი, თუ აქ ჩვენ განსაზღვრეთ, რა პასუხი გვინდა დაგვიბრუნდეს, როცა აი ასეთ რამეს დავწერ კოდში. და მე მინდა რომ ამას თუ დავწერ, დამიბრუნდეს ის შედეგი, რაც ბრუნდება ამ კოდის შემთხვევაში. ამ კოდის შემთხვევაში რა true one false ბრუნდება. და მე მინდა რომ ამ კოდის შედეგი დაბრუნდეს, როცა ამას დავწერ. უდრის, როცა გამოვიყენებ ჩემს ობიექტებს შორის. ხო, იმიტომ რომ კლასში გვაქვს ეგ გაწერილი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ კლასში ესე გავწერეთ. ასე გეკ. რო tools exist ეგანე ერთია, მაშინ აი ესე გადავწყვიტე, რომ მაშინ ეგეთ მართკუთხედებს მე ვუწოდო რაღაცა ტოლი, ერთმანეთის ტოლი. ასე გეკ. ეს იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, დიზაინერული გადაწყვეტილება ამ კლასის. ხო, არქიტექტურული დიზაინი ასე გადავწყვეტეთ. ხო. Other this არის განსაზღვრული არის თავიდანვე ეგ. არა, ეს ნახე Python-ი უბრალოდ გთხოვს, რომ რამე დამირქვიო ამ პარამეტრისთვისო რა. რასაც გინდათ იმას დაარქმევთ. ხო, ესეც კონვენციაა, რომ აზერი ვწეროთ ხოლმე. თუ რამე სხვა სიზამდით აქ, მაშინ აქაც სხვა რაღაცები უნდა დაგეწერათ, ხო, ამეებშიც. და ამ ყველაფერს საზღვრავთ ხოლმე საჭიროებიდან გამომდინარე, ხო? ეს equal reference. კი. ზუსტად. თქვენ როგორც გინდათ, ხო? თუ აზრიანია, რომ თქვენი ობიექტები რაღაც ერთმანეთთან დარდებოდეს, ხო, მაშინ კი ბატონო, რა გააკეთებთ ამას. თუ არ არის აზრიანი, ხო, შეიძლება არ იყოს აზრიანი. რა ვიცი, აი რეალური ცხოვრებიდან, ხო? მანქანები ეს მანქანები შეიძლება პრინციპში, ხო? აი მანქანების შემთხვევაში გააკეთებდით ალბათ, ხო? ანუ როგორც გინდათ, რა, ეგ თქვენი გადასაწყვეტი არის. თუ აზრიანია, თუ ჩათვალეთ, რომ აზრიანია, მაშინ გააკეთეთ. თუ ჩათვლით, რომ უაზრობა არის, მაშინ არ გააკეთოთ მაგ ობიექტებისთვის.
ესე იგი მე თუ რაღაც კლასი შევქმენი და ობიექტი გავსაზღვრე როგორც ეს კლასი, ამას ანუ ყველაფერი უნდა შევქმნათ თუ არა და ერორები ამოვა. არა, ჩვენ ხო საერთოდ არ გვეწერა ეს. აი თუ გინდა წავშლი ხა, აი. და მაგ შემთხვევაში ეს true false რო არ ექნება. უნებს. აი ნახე, ეხლა მე წაბუშალე, ანუ დავუტოვე მარტო ფართობი და პერიმეტრი დავუტოვე. და ნახეთ, აქ ვიყენებ იმას, ხო, უდრის. მაგრამ განსაზღვრული არ მაქვს. დაკომენტარებული მაქვს. ეხლა რო გავუშვათ, მაინც false დააბრუნებს, ოღონდ. იმიტომ რომ შემთხვევაში default-ად როგორც ვთქვით, ID-ებს ნახულობს ამ ობიექტების. და ID-ების მიხედვით ატარებ. თუ ID-ები ერთდაიგივე აქვთ, მაშინ იტყოდა რომ true არის. ან default-ად ეს არის. სწორად არ ადარებს, ესე იგი, იმიტომ რომ არ იცის რის მიხედვით ხო, არ იცის, რა თქმა უნდა, ხო, რის მიხედვით შეადაროს. და default-ად ID-ის მიხედვით ატარებს. ანუ მეხსიერების ერთდაიგივე ადგილი უკავია თუ სხვა მეხსიერებაზე. აი ამითი ატარებს. მაგრამ აი ამას როგორც გავააქტიურებ, ეხლა უკვე იცის. აი ხა true დამებრუნა, იმიტომ რომ 10-5 ერთმანეთს ტოლია და აი ესეთი ამბავი განსაზღვრეთ. ხო, ასევე ეხლა აღარ მუშაობს ეს, ხო? ეს არის მე რო გავაკეთო print R1 დააბრუნებს ისევ აი ამ default მას ხო მნიშვნელობას. თუ ამას ჩავართავთ, მაშინ იმას დააბრუნებს, რაც ჩვენ ვუთხარით, ხო? აი აქ str მეთოდში. და ესეც გვაქვს source. ეხლა დააბრუნებს უკვე რაც reference-ში მიწერია. ანუ ამას. კარგი. აი მოდი ვთქვათ ნაკლებობაც. მაგრამ შეიძლება თქვენც უკვე ესებში ვარავდობთ ამას. ხო, ნუ პირველში არ იცით ეს აი ეს არის LT ნაკლებია ვიდრე. ხო, ანუ მაგას ნიშნავს LT, ანუ less than, ხო? ესე იშიფრება. ნაკლებია ვიდრე. ამასაც სჭირდება selfie და აზერი. და ხა უნდა განსაზღვროთ ჩვენ. ხო, ეხა ეს თუ გვექნება ჩვენ under LT მაშინ Python-ი შეძლებს რომ რამე დააბრუნოს ესეთ შემთხვევებში, როცა დავუშვათ აი ამას რო დავწერ. როცა მე ეს არ მაქვს. ნახეთ ეს რო გავუშვა, Python-ი აბრუნებს აი ამ errors, ხო? ზეგანაც ნახეთ. რომ ნაკლებობის სიმბოლო მე არ ვიცი როგორ გამოვიყენო ამ სიმბოლოებს, ამ ობიექტებზეო. აი rectangle და rectangle class-ის ობიექტებს შორის მე არ ვიცი როგორ დავადგინო რა ერთმანეთზე მეტია ან ნაკლებია. ამიტომ მოდი ვუთხრათ ეგ ამბავი და ჩვენ როგორც შევთანხმდით, მოდი ნაკლებობა განსაზღვროთ რის მიხედვით. ფართობების მიხედვით. თუ self area, ჩვენ ხო ეს გვაქვს აგერ. ეს area მეთოდი ხო გვაქვს აგერ. ხო, თუ self area ნაკლებია others area-ზე აი ამ მეორის არეაზე, ხო, აი რა შედეგიც ბრუნდება ამ დროს. ის დააბრუნოს ამ დროს. მოდი დავწეროთ print R1 ნაკლებია error-ზე გავუშვათ და ამ შემთხვევაში გვიცხარ რომ ეს არის false-ი, იმიტომ რომ ჩვენ ამათ ხო ერთი და იგივე ფართობები აქვთ. მოდი შევცვალოთ, დავუშვათ, ამათ ეს იყოს 100, იყოს 250. ნუ ეხლაც გვიყვეს რა თქმა უნდა რომ false არის, ანუ მოდი დავაპატარავოთ, აი 2 და 1 იყოს, გავუშვათ, ეხლა გვიყვეს რომ ეს არის true. რომ error-ი ეს ფართობი მეტია იმას. ეხლა მოდი ვნახოთ, აბა ნაკლებობა ხო ნახეთ, აბა მეტობაც თუ ამუშავდა. გავუშვათ და კი ბატონო, მეტობაც ამუშავდება. ანუ Python-ი არის საკმარისად ტყვიანი, რომ თუ თქვენ გაქვთ განსაზღვრული ტოლობის ამბავი და ასევე აი ესეც ნაკლებიან ტოლია, მაშინ თქვენ აღარ გჭირდებათ რომ განსაზღვროთ მეტიან ტოლიას მეთოდი. ხო, ნაკლებიან ტოლია ხო განსაზღვრე. კიდე არსებობს მეტიან ტოლია, მაგრამ ეს არის საკმარისი იმისთვის რომ Python-ი მიხვდეს თქვენ ობიექტ ან თუ ჯერ ნახულობს ნაკლებიან ტოლიას
თუ ამაზე რო დავხდა, მაშინ იცის რომ პირიქითა, ხო, საპირისპირო, მაშინ false იქნება. ხო? მარტო ეს არის საკმარისი. ანუ ნაკლებია ვიდრეს ნიშნავს ეს LT less than და აღარ არის საჭირო რომ თქვენ აქ კიდე განსაზღვროთ greater than, იმიტომ რომ ამას თვითონ თავისით მიხვდება. კარგი. მოდი თუნდაც აქ გავჩერდეთ დღეს. აი შეკითხვები გამოვუშვით, აბა რა შეიძლება იყოს თქვენთვის ესეთი რამე თუ იყო გაუგებარი ახლა აქ. რაც გვიწერია. გიგი რა მაინტერესებს იცით? ანუ ამ კლასებს ზოგადად ამისთვის იყენებენ ხოლმე, ანუ ეს ფუნქციების ერთობლიობა რო ჩასვან? კი, ანუ ზოგადად კლასები, ნახეთ, აი რაღაცნაირად ამან გაგვიკეთა კოდი უფრო ორგანიზებული გაგვიხატა თითქოს, ხო? იმიტომ რომ მე შემიძლია ერთი ობიექტი შევქმნა და მე ამ ობიექტს ვემუშაო სულ, ხო? დავშვა თუ ფართობის გამოთქვა მინდა, დავწერ self area. თუ მინდა რომ შევადარო ერთი მეორეს, შემიძლია შევადარო ისინი. ანუ ეხლა უკვე ობიექტზე ვართ ორიენტირებულები. ხო, ამიტომაც კი ობიექტზე ორიენტირებული. ხო? ანუ ამ ჩვენ ვქვით ობიექტებს და მე მაგათ ვიყენებთ გარკვეული მიზნებისთვის, ხო? და თამაშებისთვის კლასებს იყენებენ? თამაშებისთვის უფრო მეტად, სხვა შორის კი კლასებს იყენებენ ზუსტად. რომ შექმნა რაღაცა enemy class-ი მაგალითად, ხო? risk class. მტერი, ხო, რაღაც. enemy და აქ კონდეს ამას რაღაც თვისებები, ხო, დავუშვათ damage, ხო, რაღაცა damage-ი კონდეს. რამდენი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა მოდი ჩვენ ამას საკმაოდ რახან ვიცით დავუმატოთ ესეთი კლასის ატრიბუტი დავუშვათ განზომილება და მოდი ესენი იყვნენ 2D იყოს მისი განზომილება, ხო, ჩვენი მართკუთხედების. და ეხლა ვიცით რაც მოხდა, ხო? ანუ R1-საც გააჩნია უკვე ეგ R1 dimension ატრიბუტი და R2-საც და ყველას, ხო, რაც კი შეიქმნება, ყველას ექნება. და ეს არის 2D, ხო? ანუ დაიბეჭდა ეს. კარგი, ეხლა ზოგადად ეს სტანდარტ მეთოდები ჩვენ შეგიძლიათ ნახოთ და როგორ უნდა გააკეთოთ მაგათი იმპლემენტაციები. ეგეც პრინციპში ეს რესურსი არ მინახავს, შეიძლება იყოს ასარგებლო, ხო, აი აქ არის ყველა სტანდარტ მეთოდი. ხო, აი ჩვენ რამდენიმე ვნახეთ, ტესტი არის. კიდე რა ვნახეთ? გიგი, ეს საიტი შეგიძლია რომ ჩააგდო Facebook-ში? კი, ამას ჩაგიგდებთ და აქ ნახავთ, აი მოდი რა ხდება EQ როგორ არის გაკეთებული. ხო, რაღაცა student class-ი შექმნეს. და EQ, ხო, ეს if instance, ხო, ესეც პრინციპში კარგი არის ეს გადამოწმებაც რომ გააკეთოთ. if instance კი გამოგვიყენებია ჩვენ. მაგითი ნახეთ თუ არ გახსოვთ თუნდაც დავწეროთ. აი ამას კომენტარებში ხომ და if instance გახსოვთ ეგეთი is instance უბრალოდ is instance მაგალითად რო ვკითხოთ 10 არის თუ რა ინტეჯერი. ხო, აი ამ შემთხვევაში ეს დაგვიბრუნებს truth. ხო, is instance, ანუ ამოწმებს instance სიტყვა ახლა უფრო გასაგები არის, ალბათ, რაც ნიშნავს. და ჩვენ შევამოწმეთ ეს 10-იანი, ანუ ერთ-ერთი ნიმუში, ერთ-ერთი instance-ი არის თუ არა int კლასის წარმომადგენელი. ნუ ეს ნამდვილად არის. კარგი. ნუ შეგვიძლია მაგალითად str არის თუ არა და ამაზე პასუხად მივიღებთ false. ეხლა ანალოგიური გადამოწმება
ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შექმნილი კლასისთვისაც. მაგალითად აი აქ რო დავწეროთ ესეთი გადამოწმება if is instance ეხლა selfie აი ნახეთ საკმარისია ესეც other rectangle აი მაგ შემთხვევაში შეასრულე ეს ამბავი თუ არის აი ეს ობიექტი rectangle ან ჩვენივე კლასის წარმომადგენელი თუ არის და თუ არ არის მაშინ რა გააკეთოს ეგეთ შეგვიძლია უთხრათ მაშინ დააბრუნოს დაუშვათ თუნდაც აქ ნახეთ მაგ შემთხვევაში შეგვიძლია error-იც გამოვიწვიოთ raise ნახეთ raise keyword-ი დავწეროთ და მოდი გამოვიწვიოთ type error-ი აი ნახეთ raise type error ეხლა მოდი დავწეროთ print r1 თავშოთ უდრის ანუ ჯერ ნახოთ რომ error-ის შემთხვევაში სწორად იმუშავებს ხო false დააბრუნებს მოდი გავატოლოთ ესენი და ვნახოთ ეხლა true უნდა დაგვიბრუნოს და დაგვიბრუნა true მაგრამ მოდი ეხლა ჩვენ რამე სხვა კლასი დავწეროთ მაგალითად r1 უდრის 1000 ეს უკვე ვეღარ გაივლის ჩვენს შემოწმებას შესაბამისად აი ეს ხო დააბრუნებს false-ს ამიტომ ამას Python-ი არ წაიკითხავს. გადავა else-ზე და else-ში წერია რა იცით რომ გამოიწვიე type error-ი. აბა მოდი ვნახოთ და ამან ნახეთ გამოიწვია type error-ი. აი დავუშვათ მე თუ მინდა შემიძლია აი value error-ი გამოიწვია მეთქი უთხრა ეგეთ დროს. და ამას რო გავუშვებ ახლა value error-ი გამოიწვია. ხო? აი ამ გადამოწმებამ. მოდი გავაკეთოთ type error-ი. და თან შეგვიძლია რომ აქ რაღაცა message-იც ვუთხრათ. მოდი ვთქვათ რომ object type was not rectangle. Object-ის ტიპი არ იყო თქო rectangle. იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ rectangle კლასისთვის გვაქვს განსაზღვრული აი ესეთი ამბავი. ამიტომ ეხლა ეს რო გავუშვათ, გვექნება type error-ი, რახან ეგრე მიწერია და თან აი ჩემი ერთ დაწერილი error message-ი, რომელიც ამას რომ ობიექტის ტიპი არ იყო rectangle. აბა ესეც გასაგები იყო, ხო? ან მაგის გიგი, რომ error-ები ჩვენ თვითონ გამოვიწყოთ. იქ რო დაწერეთ if. ხო. ანუ ეგ ხო ყველა ვარიანტში true არის. ესა? ხო, if-ი, ანუ if instance ხო true გამოდის მაგ შემთხვევაში თუ print ხო, არა, მაგ შემთხვევაში არა. თუ სწორი არის მაგ შემთხვევაში. ხო, თუ აქაც error-ი წერია, მაშინ კი. მაშინ უკვე ხო, და ის ხო, ავტომატურად true გამოდის და ეგ true არ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, false-ი გამოვა და else-ი შესრულდება რა. ხო, მაშინ else-ი შესრულდება და ჩვენ else-ში რას ვაკეთებთ? გამოვიწვიეთ type error-ი. ჩვენ თვითონ გამოვიწვიეთ. ანუ იმიტომ რომ ნახეთ თქვენ კლასს როცა ქმნით, ერთი მხრივ თქვენთვის ქმნით და ნუ ასევე სხვა თქვენი კოლეგისთვის და სულაც არ არის პრობლემური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ კლასის მომხმარებელი იქნება ასევე პროგრამისტი, ხო? ან ჩვენ თვითონ, ან ჩვენი მეგობარი, ხო? ამიტომ არ არის პრობლემა, რომ თქვენ რაღაცა error-ი პირიქით გამოიწვიოთ, იმიტომ რომ ამითი აჩვენებთ მას როგორ გამოიყენოს საერთოდ თქვენი კლასი და მისგან შექმნილი ობიექტები, ხო? ანუ error-ი არ არის ყოველთვის ჩვენი მტერი, პირიქით error-ი გვასწავლის რაღაცა სწორად როგორ გამოვიყენოთ. ხო? როცა კარგად არის აი ეს error message როცა გააჩნია და ასე შემდეგ მე შემიძლია პირდაპირ შევხედო და მივხვდე რაში იყო პრობლემა, ხო? ნუ ეხლა არ მაქვს პრობლემა ცხადია, მაგრამ შემეძლება ეს. ან მაგათაც აი Python, ამასაც ვერ იზამს. ხო? და ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ჩვენი განსაზღვრული type error-ი. ხო, აქ ნახეთ აქეთ ამ ხარეს რო ეწეროს Python-ი და აქეთ რო ეწეროს დავუშვათ R1, ხო?
ამ შემთხვევაშიც იმუშავებს ჩვენი კოდი. ანუ მაგას ავტომატურად ალაგებს, მაგ ამბავს Python-ი მნიშვნელობა არ აქვს. საით გეწერებათ. ისევ ჩანს ჩვენ მიერ განსაზღვრული type error-ი. კარგი. ცხადია რომ აი ნახეთ try except-ი ხო გახსოვთ? ეგეც იმუშავებს, აი მოდი R1 შევადაროთ, მოდი 10. და აი ამ შემთხვევაში მოდი ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ფუნქცია იწვევს type errors. და რაღაცა დავწეროთ არასწორი ტიპი, გავუშვათ ეგეთ დროს. აი გავუშვათ და აჰა, დაიბეჭდა არასწორი ტიპი. ხო, ანუ ჩვენ დავიჭირეთ ეს error-ი, ხო? ჩვენ მიერ გამოწვეული error-ი. კარგი. აი რამდენად გასაგები იყო რა მოგეწონათ ეს ამბები? ანუ ცოტა უფრო ნახეთ ობიექტს ორიენტირებული. ხო. გიგი, ბოდიში რა მაინტერესებს, ბოლოში დაწერეთ try და expect. და რომ მივთითეთ ეს R1 უდრის 10. ხო. ამან error-ი იმ შემთხვევაში დაიჭირა, რომ უკვე try მიხვდა, რომ ამ errors და 10-ს უკვე კლასი რო იყო მიხვდა, ხო? ხო. ეს R1 ხო იცის, რომ rectangle class-ის წარმომადგენელია. ხო, და მაქედან მოგცა რა ის არასწორი ტიპი. კი, ზუსტად შეიხედა ჩვენ კლასის იმპლემენტაციაში და ნახა, რომ აქ აი ესეთი რაღაცები გვიწერია. და გამოიწვია ჩვენმა კოდმა ეს error-ი და მე ამ except-მა დაიჭირა ეს error-ი. და ესე იგი, ხო, ეს ვიცით როგორც მუშაობს, თუ error-ი მოხდა, მაშინ აი ამას except-ის ქვეშ წერი ამას ბეჭდავს. ხო, არა, გიგი, პირიქით, ანუ კლასები ძალიან მომეწოდა. ანუ რაღაცა ორგანიზებულად აკეთებ, ნაკლებია რომ ხო, კონტროლს გაძლევს, კარგი არა, აი აკონკრეტებს და ორგანიზაციას უწევს და მგონია რომ უფრო სხვა კოლეგისთვისაც ძალიან გასაგები გახდება მერე, რომ ასე დალაგებულად იმას ამ კოდს მიცემ რა. კი ბატონო, ანუ ნახეთ გეთახმები ნამდვილად. ანუ იმის მაგივრად რომ ჩვენ გქონდეს ძალიან ბევრი ფუნქცია, def area ხო, რაღაცას აკეთებს ეს, მერე def მთელი, ანუ ესეც შეგვეძლო იდეაში, ხო, რაღაც ფუნქციონალურ სტილში მიგვეღწია ამ შედეგებისთვის, მაგრამ ეხლა ეს კოდი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უფრო ორგანიზებულია, იმიტომ რომ ერთი კლასი არის აგერ და აი ამ კლასის შიგნით წერია ყველა კოდი. მე თუ რამე დამჭირდება, ზუსტად ვიცი სად უნდა მივაგნო მას. მე უნდა ვნახო აი ამ rectangle კლასის იმპლემენტაცია სად არის, ხო, ანუ აი სად წერია ეს კოდები. ნუ ზუსტად ვიცი სად ვიპოვო ის. ანუ ბევრად მეტ ორგანიზებულობას გაძლევთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება ნამდვილად. თუმცა ისეთ ეს ყოველთვის თქვენი არჩევანი არის, არ არის აუცილებელი რომ ესე წეროთ კოდი, როგორც გინდათ ისე დაწერეთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ უბრალოდ აი ფუნქციებით წეროთ კოდები, ხო? ნუ შეიძლება აი პროცედურული სტილი აირიდოთ ერთადერთი თავიდან, იმიტომ რომ მაგათი გატესტვაც რთული არის. აი ჩვენ ტესტირებაზე რო ქონდა წინა ლექცია იქ ახსოვს რომ ფუნქციები გჭირდება კოდის ტესტირებისთვის. პლუს გიწევთ კოდის დუპლიკაცია, ხო? ანუ ესრაელი კოდის ბევრჯერ წერა და copy paste და მთელი ამბები, ამიტომ აი ამ ორს შორის შეიძლება აირჩიოთ ან ფუნქციებში წერა. ხა თუ ძალიან პატარა სკრიპტის დაწერა გიწევთ რაღაცა 10-20 ხაზი შეიძლება იქ უბრალოდ პროცედურულ სტილში გააკეთოთ ეს რაღაცები, მაგრამ როგორც წესი ამ ფუნქციებში გაწერთ ამ ყველაფერს. ან შეიძლება კლასი შექმნათ და მაგ კლასში გაწეროთ ყველაფერი. ანუ გიგი დიდი პროექტებისთვის უფრო კლასი ჯობია, ხო, კლასები. აი იცი რა, მაინც ვერ იყვი, მაგრამ შეიძლება კი, შეიძლება თქვა. ეხლა მაგალითად აი უცებ შეგექვთ რაღაცა წარმოდგენა. აი თუ გახსოვთ ფაილების გახსნა დახურვის ამბავი, ხო, ხო, გახსოვთ ეგ with open და დავუშვათ ხო, რაღაცა students.csv ეს რო გავხსნა პირობითად append mode-ში. აი რამდენი რო გაჩვენოთ ეხლა. ეს file და დავუშვათ charts content, უდრის file read. რაღაც, ხო?
ან მოდი ეს იყოს გახსნის კოდი და მე ხო გავხსნით, წავიკითხე და მე აქვე მინდა რომ მეწეროს იმისი ხო დაწერის კოდი კიდე ცალკე. ხო რაღაცა ეს კი წავიკითხე, მაგრამ დავუშვათ ჩაწერაც მინდა შეგნით რაღაცის და მაშინ სიტყვაზე file write და ნუ რაღაცა, ხო? ოღონდ ესენი ცხადია უფრო ვრცელი კოდები იქნება. და ესე დროს ხო შეიძლება თქვენ შეგექმნათ ფუნქცია ცალკე კოდის წაკითხვა, ოღონდ მარტო წაკითხვა ხო არ არის ხოლმე საკმარისი, ხანდახან გასუფთავებაც ხო გჭირდებათ თქვენ აი CSV ფაილი შეიძლება არ იყოს ისე ფორმატირებული, რომ იდეალურად აიკითხოთ თქვენი მიზნებისთვის. შეიძლება ოდნავ გასუფთავება სჭირდებოდეთ და რაღაცა მთელი ოპერაციები ხო დავუშვათ strip-ი გააკეთოთ ან რაღაცები გააკეთოთ, ხო? წაკითხვის დროს. და შეიძლება მოგინდეთ, რომ ყველა ჯერზე როცა ფაილის წაკითხვა მოგინდებათ, ეს კი არ დაწეროთ ხელით. არამედ ერთხელ განსაზღვროთ, მაგალითად file read ფუნქცია და დავუშვათ აქ file name პარამეტრს იღებდეს და მან ხდებოდეს ასეთი ოპერაციები. აი, წაკითხვის ოპერაციები, ეხლა უკვე ამ ფუნქციაში ხდება და ასევე დავუშვათ write to file ესეც file names. აი, აქ ხდებოდეს უკვე ჩაწერის ოპერაციები. ანუ აი ესეთი რაღაცები, ხო? და აქაც მოკლედ, ხო. ნუ კიდე ბევრი ფუნქცია შეიძლება გქონდეთ, ხო, ფაილებზე. და არა მარტო ფაილებზეც, ხო? ეხლა უბრალოდ ის თქვა მინდა, რომ ასეთი რაღაცა შეგეძლოთ, რომ კლასის object orientable სტილში გაკეთებინათ, ხო? მაგალითად, რომ შეგექმნათ კლასი file რაღაცა ესეთი, ხო? რომელსაც ექნებოდა მოდით შემდეგზე გავაკეთოთ მაშინ აი ესეთი, რომ ძალიან მონოტონად რო არ დარჩეს. შეიძლება რაღაც init იქონდეს ამას და ამას ექნება დავუშვათ ეს file read მეთოდი. აი ფუნქციონალურ სტილში როგორც ხარ აი ესე რა დაახლოებით ამგვარად რაღაცა file read იქონდეს, თუ გინდათ ამასაც მოგეთ როგორც გინდათ ბერნაირისგან შემდეგზე მოდი ესეთი გავაკეთოთ. ეს რაღაცებს აკეთებს და ასევე ესეთი ესეც გავაკეთოთ აქ. დავუშვათ, აი ძალიან მინიმალისტურად რო გავაკეთოთ. ხო და ეხლა უკვე ნახეთ ყველაფერი გაქვთ თქვენ თავმოყრილი აი ამ ერთ file class-ში. კოდი თითქმის იდენტური იქნება, რაც აი ფუნქციონალურ სტილში იყო. რა თქმა უნდა, რომ აქაც with open და ეს ყველაფერი აქაც მუშაობს ცხადია. უბრალოდ ეხლა ცოტა სხვანაირად გაქვთ ორგანიზებული აი ფაილთან დაკავშირებული საქმე. ეხლა რო შეხედავთ ამ კოდს, თქვენ იცით, რომ ფაილთან დაკავშირებით რაც გჭირდებათ, ყველაფერი გაქვთ აი ამ file class-ში. და თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ file, უდრის file და მე ამას აქვს file წერტილი დავუშვათ file read მეთოდი, რომელიც რაღაცებს აკეთებს და ასე შემდეგ. აუ გიგი, რა მაინტერესებს? ხო, გიგი, რა მაინტერესებს? ამის რამე დავალებას მოგცემ გიგი, რომ გავივარჯიშოთ კლასებზე? კი, მოდი მოგცემთ დავალებას. რამე ხო, აი რომ კი კარგად კიდე ვივარჯიშო რა. კი ბატონო, მოდი სახლში, ნუ ისედაც სახლში ხარ ალბათ, მაგრამ მაინც მოდი შექმნით ფეხბურთელის კლასი. ნუ მოვიწერები პრინციპში, მაგრამ მაინც ხო, ფეხბურთელის კლასი. რომელსაც ჰქონდეს რაღაცეები. ნუ init მეთოდი ჰქონდეს. სადაც ექნება, ნახეთ, იქნება სახელი, გვარი. მოვიფიქრებ ამ რაღაცებს, მოგწერთ. ასევე ჰქონდეს მეთოდი, თავშად change shared number, ასეთი მეთოდი ჰქონდეს. ანუ shared number, ხო, ანუ მაისურის ნომერი. და სპეციალური მეთოდი ჰქონდეს ამ ფეხბურთელს. რომ და აქ იქნება განხორციელებული ლოგიკა მაისურის ნომრის შეცვლის. ეს ხო არ იქნება ძალიან რთული თქვენთვის, მაგრამ ნუ არა უშავს ხა თუ ის იქნება ერთად ვიზამთ მე, ხო? და მე შექმნით დავუშვათ ფუტბოლერ 1, უდრის ფუტბოლერ კლასის წარმოადგენელს, რომელსაც ჭირდება ვიჩა, ანუ სახელი, გვარი. დავუშვათ ეს არის 10 ნომერი. და ნახეთ როგორი რაღაცა მე თუ გამოვიყენებ ფუტბოლერ 1-ზე წერტილი და change shared number, ანუ შეიცვალოს ეს ხო მაისურის ნომერი.
და აქ თუ მე მიუთითებ შენაოს 20-ს. ეხლა რომ ხოჭა გვარცხილეს მაისტრობის ნომერი შეიცვალოს და ის გახდეს 20. რაღაცა, ხო, და კიდე სხვა მეთოდები ჰქონდეს, მაგრამ ასე რომ ჯობია რა თქმა უნდა მოვიწერები მაგას უფრო დეტალურად და ხო, მანამდე თქვენ თვითონაც რაღაცები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შექმნათ, შექმენით, მაგალითად, პიროვნების კლასი შექმენით. ხო, ამას მოდი მე მოვიწერები. ესე იგი, რა მეთოდები ჰქონდეს ამ კლასს. და ისე თქვენ შეგიძლიათ შექმნით მაგალითად class person. და უბრალოდ ამას ჰქონდეს თავშად სახელი, გვარი, სატელეფონის ნომერი, ჰობი, პროფესია და რაღაცა მეთოდებით შეიძლება გავუკეთოთ პიროვნებას და მე შექმნით ამისგან ინდივიდუალური პიროვნებები. ან თუნდაც ჩვენ მანქანის კლასი რო გქონდა, ის გააგრძელეთ და რაღაცები კიდე. კაი, მოკლედ მოვიწერები ახლა პრინციპში ამას დავალებად და სწადეთ თუ არ გამოვიდა არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა აქ რაც ახსენით, აი პირველი მოსმენისთვის ცოტა მძიმე არის. მაგრამ მე კარგად ლაგდება თავში. კარგი, მოდი, რამე ხო არ განსაკუთრებით ალბათ rectangle class-ზე რო ვილაპარაკეთ იქ. რამე ხო არ გინდოდათ რომ დაგეზუსტებინათ. მაინც კიდევ ერთხელ რამდენად მოგეწონათ ეს სტილი, მოდით ლევანის გარდა კიდევ თუ გინდათ სხვათმაც მითხარით. ნუ როგორც მივხვდით, რაღაც ყველაზე ხელსაყრელი ეს მეთოდი არის, მე მგონი, ხო? ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მე მომწონა პირობები. კი, თან აი ბევრი ბიბლიოთეკა არის დაწერილი ამ სტილში. და აი მე აქამდე ყოველთვის მიწევდა, ხო, აი როცა რაღაცის მეთოდს ვიყენებდით. ცოტა გვერდისავლა მიწევდა ამ საკითხზე, ხო? მაგრამ ეხლა მე მგონი ეს უფრო გასაგები არის თქვენთვის, თუნდაც რატო არსებობს აი string-ის მეთოდები, ხო? string-ის მეთოდები მაგალითად, იმიტომ რომ თურმე თქვენი გავუშვათ ეს Python-ი, ესე რომ ოღონდ ეს Python-ში არის შექმნილი, ხო? ნუ ცალკე შეიძლება ზოგიერთ პრინციპში Python-ში კი არა სხვა ენაში იყოს დაწერილი, ხო? C-ზე აბევრი რაღაც დაწერილი ბუთანში. მაგრამ ეხლა მე მგონი ცოტა უფრო გასაგები არის, რომ ეს არის string class-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ჩათვალეთ აი ძალიან ისე, რომ სადღაც თურმე არსებობს class str და რომელსაც რაღაცები შეუძლია. და აი ეს კონკრეტული string-ი mag class-ის წარმომადგენელია. და რომელსაც თურმე აი რაღაცა დავუშვათ upper მეთოდი გააჩნია. აი ესეთი ჩვენს კლასებსაც ხო გქონდა მეთოდები. area და პერიმეტრი და რაღაცა ამას აი ესეთი მეთოდი გააჩნია. და აკეთებს აი ამას. ხო, ატიდებს ასოებს. კარგი. მოდი აქ დავასრულოთ, აი შემდეგზე რაღაცა ერთი დიდი ის გავაკეთოთ ობიექტი, აი ამ სტილში დავწეროთ კოდი და ნუ კიდე ბევრი რაღაცა დაგვრჩა სათქმელი და მაგიებსაც მივხედოთ, აქ არის მემკვიდრეობითობა, composition-ი, ასევე property, getter, property setter და რა ვიცი, ხო მეთოდები ასევე არის კიდე სტატიკური მეთოდი, კლასის მეთოდი და არის რაღაც საკითხები, მაგრამ პირველი მიახლოებისთვის ეს არის კარგი. აი, მოკლედ შემდეგში ისე და ისე ხო, აი, აუცილებლად ეს ყველაფერი გონებაში დაალაგდება რა, შეიძლება ახლა ქაოსი გქონდეთ, მაგრამ ამიჯერეთ რომ ნახავთ ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ მარტივად აღიქონთ უფრო. კარგი, აბა, დროებით და შეხვედრამდე. დროებით. დროებით.